რუსეთი ისევ თავის ძველ ხრიკებს მიმართავს. სრულ განცხადებები ტერიტორიის დაპყრობის შესახებ ისე იქცეო თითქოს ომს იგებს, მაშინ როცა ყველა მიმართულებით მარცხს გამიცდის. ყველაფერი გამომჟღავნდა. და კონსტანტინიუკაში ეს ხრიკები სრულად გამოვლინდა. რუსეთმა განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში ეს მნიშვნელოვანი ქალაქი დაიპორო. შესაძლოა მართლა სჯეროდა კიდეც რომ ასე იყო. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. რუსეთი იძულებული გახდა ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი უკანდახევა განიცადა, რადგან უკრაინამ გენიალური ხაფანგი დააგო, რომელიც ინფილტრატორებს ერთი მეორის მიყოლებით ანადგურებს. სამი ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფებიც კი შედიან და ვერც ერთი ვერ გამოდის. და ეს ყველაფერი უკრაინის გენიალურობის დამსახურება. დავიწყებთ რუსეთის ცრუ განცხადებებით. 3 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ მისმა ძალებმა კონსტანტინიუკას ქალაქი აიხეს. თუ ეს სიმართლეა, ეს რუსეთისთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნებოდა. დონეცკის ციხესიმაგრის ხაზის ნაწილი, რომელიც რუსეთმა უნდა გაანადგუროს თუ დონბასის დაპყრობა სურს, ეს ქალაქი მომავალში უფრო დიდ და გამაგრებულ დასახლებებზე შეტევისთვის პლაცდარმს მისცემდა. მაგალითად, კრამატორსკი და სლოვიანსკი. რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი გერასიმოვმა სავარაუდოდ პუტინს აცნობა, რომ ქალაქი დაეცა და რუსეთი სრულად აკონტროლებს მას. პროპაგანდა ასევე სრული ძალით მუშაობს. CNN იუწება, რომ რუსეთის განცხადებას თან ახლდა ვიდეოები და ფოტოები, სადაც ყველგან ჩანს რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ქალაქის ცენტრში და მის გარშემო რუსეთის დროშას აფრიალებენ. ამის გაბათილება რთული ჩანს, არა? მაგრამ როგორც ხშირად ხდება, რუსეთი სიმართლეს ბოლომდე არ ამბობდა. შეიძლება ეგონა, რომ სიმართლეს ამბობდა. რუსეთის სამხედრო სარდლობის სტრუქტურა იმდენად არასწორად მუშაობს, რომ პუტინისთვის მხოლოდ კარგი ამბების მიწოდება მთავარი, თუნდაც ეს ამბები რეალობას არ ასახავდეს. ალბათ პუტინი თავის ერთ-ერთ ბუნკერში ზის და ფიქრობს, რომ კონსტანტინიუკა მართლაც რუსეთის ხელშია. თუმცა რაც სინამდვილეში ხდებოდა და რაც არ იცოდნენ რუსმა დივერსანტებმა, რომლებიც თავიანთი სამალავებიდან ამოძვრნენ, რომ დროშებით ვიდეოები გადაეღოთ და ისე უკან დაბრუნებულიყვნენ, იყო ის, რომ უკრაინა ყველაფერს აკვირდებოდა. როგორც კი რუსეთმა თავისი ხმაურიანი განცხადება გააკეთა, უკრაინამ მაშინვე უარყვეს და ივლისის განმავლობაში ვნახეთ რატომაც. რუსეთს არაფერი დაუკავებია. მისი ჯარების სასიკვდილო მახეში შეიტყვეს. პირველი ნიშანი იმისა, რომ მახე ჩაიკეტა, უკრაინის 425 შეტევითი პოლკიდან მოვიდა. სკელიოს სახელით ცნობილი ეს პოლკი 18 ივლისს ტელეგრამზე მკაცრი და სასტიკი შეტყობინება გაავრცელა. მოკლე ვიდეოსთან ერთად, რომელიც მის განცხადებას ამყარებდა, სკელიომ უბრალოდ თქვა: სკელიოს პოლკის მებრძოლებმა კონსტანტინიუკაში ჩონსტე ჩაატარეს წმენდა და აღმართეს უკრაინის დროშა. ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა. მარტივი და პირდაპირი. მხოლოდ მინიშნება იმაზე, რაც სინამდვილეში დაემართათ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი დონეცკის ქალაქი აიხეს. მას შემდეგ მეტი დეტალი გახდა ცნობილი და უმეტესობა შეიძლება გამოიცნოთ, თუ გაიგებთ რას აკეთებს სკელიო. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლკი. სკელიოში მსახურობენ უკრაინის ყველაზე ელიტური სახმელეთო დანაყოფები და მათი ამოცანა მარტივია: მოძებნონ, გაანადგურონ და გადავიდნენ შემდეგ დივერსიულ ჯგუფზე. სკელიო გამწმენდი ძალაა. ისინი არ იკავებენ იმ პოზიციებს, რომელსაც უტევენ. ისინი ანადგურებენ დივერსანტებს და შემდეგ მათ უკან უკრაინის ქვეითი ჯარი მოდის, რომელიც ხელახლა იკავს სკელიოს მიერ გაწმენდილ ტერიტორიას და ამით ათავისუფლებს მას. მიუხედავად იმისა, რომ სკელიო ელიტარულია, პოლკის ყველა ჯარისკაცი არ არის სპეციალური დანაყოფის წევრი. სინამდვილეში უმეტესობა არც არის. სკელიო შედგება ბრძოლის გამოცდილებისა და კარგად მომზადებული შეტევითი ჯარისკაცების, ნიჭიერი ქვეითების და ასევე ისეთი ჯარისკაცებისგან, რომლებიც შედარებით ახალი არიან ბრძოლის ველზე, მაგრამ გამოავლინეს გარკვეული უნარი იმ შეტევით სამუშაოში, რასაც სკელიო ასრულებს. აი ასე მუშაობს ეს ყველაფერი. სკელიოს ჯარისკაცები ბრმად არ დარბიან იმ იმედით, რომ რუს დივერსანტებს იპოვიან. ამის ნაცვლად ისინი იყენებენ მეთოდს, რომელიც გავს იმ სტრატეგიას, რასაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იყენებდა ვიეტნამის ომის დროს. მოძებნე, დააფიქსირე და გაანადგურე. იარაღი განსხვავებულია, მაგრამ კონცეფცია იგივე. პირველ რიგში სკელიო პოულობს. ეს ჩვეულებრივ კეთდება სადაზორო დრონების გამოყენებით, რომლებიც ამ შემთხვევაში კონსტანტინიუკაზე გადაფრინდნენ, რათა ეპოვათ ქალაქში დამალული რუსი დივერსანტების მცირე ჯგუფები. როდესაც ჯგუფს მიაგნებენ, ფიქსის ეტაპი იწყება, მაგრამ ეს არ არის არალეგალური ბრძონები. აქ ფიქსი ნიშნავს დრონების გაგზავნას, რათა დივერსანტები ადგილზე გააჩერონ. ასე რომ ნებისმიერი გაქცევის მცდელობა გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი მაინც ცდილობს გაქცევას. დრონების სწრაფად ანადგურებენ მათ. დანარჩენები ადგილზე რჩებიან, რადგან იციან, რომ გაჭედილები არიან და ვერ გაიქცევენ. სწორედ მაშინ სკელიო მოქმედებას იწყებს. ხანდახან სტრატეგიის დასასრულის ნაწილი მოიცავს ძლიერი საბრძოლო მასალის გამოყენებას, რათა რუსი ჯარისკაცები იქვე გაანადგურონ, სადაც იმალებიან. სხვა შემთხვევებში სკელიოს ჯარები ფეხით შედიან, დრონების მხარდაჭერით, რათა გაანადგურონ ეს ჯარისკაცები, ან აიძულონ დანებება. მაგრამ ყველა შემთხვევაში შედეგი ერთნაირია. პატარა დივერსიული დანაყოფი, რომელსაც რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს როგორც საკმარისად დიდს, რომ ქალაქის უზარმაზარი ნაწილი გააკონტროლოს, ბრძოლას ეთიშება და უკრაინა შედის, რათა სრულად დაიბრუნოს ტერიტორია, რომელიც რუსეთს თავიდანვე ძლივს ეჭია. ეს მოკლედ რომ თქვათ არის ბრწყინვალე მახე, რომელსაც უკრაინა რუს ჯარისკაცებს ისევ და ისევ მოტყუებით აამოქმედებინებს. ამ შემოპარული ჯარისკაცებს რეალური არჩევანი არ აქვთ.
მათ მეთაურები უბრძანებენ კონსტანტინიუკაში ჩუმად შეიპარონ, ხშირად ცრუ დაპირებებით, რომ როგორც კი პოზიციებს დაიკავებენ, დახმარებაც მოვა. მაგრამ დახმარება არასდროს მოდის. ეს არის ტყუილის არსი, რომელსაც რუსეთი ცდილობს გაბიდოს. ის ამტკიცებს, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებს, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ მცირე დანაყოფებს აგზავნის, რომ დროშებით ფოტოები გადაიხონ, სანამ ეს ჯარისკაცები დამალოს დაიწყებენ. აი მაშინ ამოქმედდება მახე. სკელი უჩვეულებრივ უყურებს. როგორც კი რუსი ჯარისკაცები იმალებიან, ისინი უკვე მკვდრები არიან. ჰაგვები, რომლებიც მახეში გაებნენ. და როდესაც ეს შერწევის ჯგუფები მხოლოდ 2 ჯარისკაცისგან შედგება, შედეგი გარდაუვალია. რამდენიმე ჯარისკაცი შედის, არც ერთი ცოცხალი აღარ გამოდის. სკელიოს პოლკის მუშაობის, ასევე იმ კრეიტების წყალობით, რომლებიც შტურმის ჯგუფებს ამაგრებენ, კონსტანტინიუკაში მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია იმისგან, რასაც რუსეთი ამტკიცებს. ქალაქი აღებული არ არის. ის არასდროს ყოფილა აღებული, მაგრამ ახლა რუსეთის კონტროლისგან უფრო შორსაა, ვიდრე ბოლო თვეების განმავლობაში. 20 ივლისს დაახლოებით 2 კვირიანი კამპანიის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილი მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი განაცხადა, რომ კონსტანტინიუკაში მხოლოდ 145 რუსი ჯარისკაცი დარჩა. რუსეთი კვლავ ცდილობს ქალაქში შეჭრას. ყოველდღიურად დაახლოებით 20 შეტევა ხორციელდება კონსტანტინიუკის სექტორზე. მაგრამ ეს არის ქალაქი, რომის ომამდე მოსახლეობა 67,000 შეადგენდა. მართლა სჯერა ვინმეს, რომ 145 ჯარისკაცი, ან თუნდაც რამდენიმე ასეული, რომელიც რუსეთმა შეიძლება ადრე შეიყვანა ქალაქში, შეძლებდა მის კონტროლს. რუსეთს როგორც ჩანს სჯერა, მაგრამ აი ასე, უკრაინამ რუსეთს აჩვენა, რომ კონტროლი ადვილი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როცა ებრძვი პოლკს, რომელმაც სრულყოფილად დაითვისა განსაკუთრებული სახის მახე, რომელიც შექმნილია რუსეთის შეღწევის სტრატეგიის წინააღმდეგ საბრძოლველად. რაც სინამდვილეში მოხდა კონსტანტინიუკაში ის იყო, რომ რუსეთმა მოახერხა რამდენიმე ინფილტრანტის შეყვანა ქალაქში. და ეს ინფილტრანტები განადგურდნენ. ამ ეტაპზე თქვენგან ზოგიერთს შეიძლება დაეუფლოს უცნაური დეჟაუს გრძნობა, თითქოს ეს ამბავი უკვე გსმენიათ. ქონიათ კიდეც უბრალოდ, წინა ჯერზე ეს კონსტანტინიუკა არ იყო. რუსეთმა თითქმის ზუსტად იგივე ხრიკი სცადა და მისმა ჯარისკაცებმა იგივე მახეში გაებნენ 2025 წლის ბოლოსკენ. მაშინ არ გამოუვიდათ და ახლაც არ გამოსდით. 2025 წლის ნოემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ დაიკავა კუპიანსკის ქალაქი, რომელიც ხარკივის ოლქში მდებარეობს და წარმოადგენს მნიშვნელოვან სარკინიგზო კვანძს იმ ძალისთვის, ვინც მას აკონტროლებს. ზუსტად ისე როგორც კონსტანტინიუკის შემთხვევაში, უკრაინამ სწრაფად უარყო რუსეთის განცხადებები, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმდენად შორს წავიდა, რომ კუპიანსკში ჩავიდა და ფოტოებიც გადაიღო იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი ტყუილს ამბობდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ რუსეთს კუპიანსკში ჯარები არ ჰყავდა. ისევ როგორც ახლახან ნახეთ, კონსტანტინიუკაში ჯარები უკვე შეღწეულები იყვნენ. დაახლოებით 250 მათგანი, როგორც პრავდა იტყობინებოდა. ისინი იმავე სტრატეგიით გაანადგურეს, რასაც სკელიოს პოლკი იყენებდა. დეკემბრის შუა რიცხვებში უკრაინას კუპიანსკის 90% სრულად კონტროლქვეშ ჰყავდა. პარალელები უეჭველია. რუსების უკან დახევა უსასრულოდ დამამცირებელი იყო. კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ როდესაც რუსეთი აცხადებს თითქოს რაღაცას მიაღწია, პირველი რეაქცია ყოველთვის უნდობლობა უნდა იყოს. რუსეთს ნამდვილად სჭირდება კონსტანტინიუკაში გამარჯვება, ზუსტად ისე როგორც კუპიანსკი სჭირდებოდა. მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ილუზია იყო. ალბი მტკიცება, რომ ტერიტორია აიღეს ისეთი მცირე ზომის დივერსიულმა ჯგუფებმა, რომლებსაც აღმოჩენის შემდეგ მისი შენარჩუნება დიდხანს ვერ შეეძლოთ. მაგრამ სწორედ აქ იმალება რუსეთისთვის ნამდვილი პრობლემა. უკრაინის კონსტანტინიუკის მახე ბევრად უფრო მეტ სამხელს რუსეთის მარცხებზე ამ ქალაქში და მთლიანად დონეცკში ვითლი ვიდრე რუსეთს ოდესმე ეგონა. კონსტანტინიუკის ნამდვილი ისტორია არის ნელი წინსვლისა და უზარმაზარი დანაკარგების ამბავი. მხოლოდ იმისთვის, რომ აღებულიყო ციხესიმაგრეების სარტყელში ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქი. მაგრამ სანამ უფრო ღრმად ჩაუღმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ხილაკს. აი რა ცდილობს რუსეთი კონსტანტინიუკაში. გარდა შერწევისა, რომელიც აშკარად არ გამოუვიდა, რუსეთი ცდილობს ქალაქის წინააღმდეგ მარწუხების მანევრი განახორციელოს. ამის მისაღწევად მან კონსტანტინიუკა დრუშკივკას ტაქტიკურ რაიონში დაახლოებით 11,000 ჯარისკაცი მოაგროვა. რუსეთის სტრატეგიაში აქ არაფერი არასწორი. მარწუხების მანევრი ისეთივე ძველია, როგორც ომი. ის ეფუძნება მარტივ იდეას, მიზნის ორ მხრიდან შეტევას, რაც აიძულებს შუაში მოქცეულ ჯარს ყურადღება გაინაწილოს. რუსეთის მიზანია კონსტანტინიუკას აღება, რომელიც დონეცკის ციხესიმაგრეების სარტყელის სამხრეთ წვერზე მდებარეობს, რათა შემდეგ შეძლოს ამ სარტყელში დარჩენილი 3 ქალაქის დაკავება. პინცერის ტაქტიკის გამოყენება თანდათან ზრდის უკრაინისთვის ქალაქის დაცვის ფასს, წერს ინდეპენდენტი, რადგან კონსტანტინიუკაში მეტი ჯარისკაცი უნდა იყოს მობილიზებული, რათა რუსეთს გარღვევის შესაძლებლობა არ მიეცეს. ყველაფერი ლოგიკურია და თუ სწორად განხორციელდა, პინცერის ტაქტიკა საკმარისი იქნებოდა ისეთი ქალაქის დასამხობად, როგორიც კონსტანტინიუკა. ალბათ უკვე ხვდებით, რას ვიტყვეთ შემდეგ. რუსეთის პინცერი კარგად არ მიდის. რაც რეალურად გამოსდის რუსეთს თავისი პინცერის მანევრით, არის წინსვლის ტემპი, რომელიც საშუალო დღეში დაახლოებით 50 მეტრს შეადგენს. არა კილომეტრი, არამედ მეტრი. თქვენ ალბათ შეძლებდით ამ მანძილის გავლას თქვენი სახლის ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით სიარულით. და ეს საწოდავი წინსვლის ტემპი კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ რუსეთი ჯარისკაცებს მასობრივად კარგავს.
როგორც New York Times-ი აღნიშნავს, ახლა რუსეთი ჯარისკაცებს 8 დანაკარგის ტემპით კარგავს თითოეულ უკრაინის დანაკარგს. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა იმ 2-1-თან ან 3-1-თან შედარებით, რაც ომის დიდი ნაწილის განმავლობაში იყო, რაც აჩვენებს, რომ კონსტანტინიუკა და ციხესიმაგრეების სარტყელის დანარჩენი ნაწილები კიდევ უფრო საშიშია ვიდრე ისეთი ქალაქები, როგორიცაა პოკროვსკი, ისთვისაც რუსეთმა უკვე 10,000-ობით საკუთარი ჯარისკაცის სისხლი დაღვარა დრემდე. პირდაპირ რომ ვთქვათ, მარწუხების შეკრა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მისი შემქმნელი ჯარები რეალურად გადაადგილდებიან, მურად გადაადგილდებიან. და ეს ასე არ არის იმ ჯარებისთვის, რომლებიც ახლა იცეხლად ცდილობენ კონსტანტინიუკას ალყაში მოქცევას. რუსეთის წინსვლის ტემპი ძალიან ნელია და როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური დანახარჯი მისი მცდელობისთვის ქალაქზე წინსვლისა ასტრონომიულია. და ამის დასანახად, მხოლოდ კონსტანტინიუკაში მიმდინარე მოვლენების ყურება არ არის საჭირო. რუსეთი უკვე 1 წელია ცდილობს ამ ქალაქის აღებას და CNN-ს აქვს მოსახერხებელი ქრონოლოგია, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად ცუდად მიდის ეს პროცესი. დავბრუნდეთ 2025 წლის 29 ივლისს. ეს არის პირველი თარიღი, როცა Deep State-მა, რომელიც უკრაინული ღია წყაროების სადაზვერვო ანალიტიკოსია, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჯარისკაცებმა კონსტანტინიუკაში შეღწევის მცდელობა დაიწყეს. იმ დროს ქალაქი ჯერ კიდევ შედარებით აქტიური იყო, თუმცა უკვე ჩანდა მოახლოებული ბრძოლის ნიშნები. უკრაინელები ელოდნენ შეტაკებას და ქუჩებზე გაბმული თევზაობის ბადეები დრონებისგან დასაცავად იყო განთავსებული. მიუხედავად ამისა, რუსეთი იმ მდგომარეობამდე მივიდა, რომ შეტევების დაწყება შეძლო და კონსტანტინიუკა საფრთხის ზღვარზე აღმოჩნდა. 2025 წლის ნოემბერში რუსული ძალები კიდევ უფრო მიუახლოვდნენ, თუმცა მათი უმეტესობა წინსვლისა ქალაქის გარე უბნებში, დრონებით სავსე სასიკვდილო ზონებში შეღწევით ხდებოდა. საჰაერო დათმები უკვე დადგებული იყო. რუსეთმა დაიწყო ვიდეოების გაზიარება იმ შეღწეველებისგან, რომლებიც ქალაქს მიაღწიეს, მაგრამ უკრაინას ჯერ კიდევ ცენტრი ეკავა. იანვრისთვის რუსეთი კიდევ ცოტა წინ წაიწია და ჩვენ დავინახეთ იმ მარწუხისებრი ალყის დასაწყისი, რომელიც ჯერ კიდევ ყალიბდება. ეს თვე რუსეთისთვის მაქსიმალურად კარგი იყო, რადგან ქვეყანამ უკვე დაიწყო მძიმე დანაკარგების განცდა. თვეში 35,000-მდე დაღუპული ან დაჭრილი. ამ დროისთვის სამოქალაქო მოსახლეობის უმეტესობას კონსტანტინიუკა უკვე დატოვებული ჰქონდა. უკან მოხედვისას ვხედავთ, რომ ეს სავარაუდოდ ის პერიოდი იყო, როდესაც უკრაინა იმ ხაფანგებს ამზადებდა, რომლებიც ნახევარწლის შემდეგ ამოქმედებოდა. მაისისთვის ქალაქში რუსი დივერსანტები შედიოდნენ, ასევე დრონებიც. შემდეგ იყო ივლისის დასაწყისში გავრცელებული განცხადებები აღების შესახებ და ჩვენ ვიცით რა მოხდა მას შემდეგ. აქ ჩვენ ხედავთ წინსვლის ისტორიას. დიახ, მაგრამ ეს წინსვლა წარმოუდგენლად ნელია ესეთი პატარა ქალაქისთვის. CNN ამბობს, რომ კონსტანტინიუკა მხოლოდ 66 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. მისი აღება ძალიან მარტივი უნდა იყოს, თუ რუსეთის ძალები ისეთივე ძლიერია, როგორც პუტინი ამტკიცებს. თუმცა რუსეთს 1 წელი დასჭირდა მხოლოდ იმისთვის, რომ ქალაქში მცირე დივერსიული ჯგუფები და რამდენიმე დრონი შეეყვანა. და უკრაინამ ისინი უკვე გააძევა. მარწუხისებური შეტევა თითქმის არ წაწეულა წინ და რეგიონები, რომლებიც რეალურად რუსეთის კონტროლქვეშაა, არ გაზრდილა. სინამდვილეში თუ შევხედავთ რუკებს, რომლებსაც CNN-ი ავცელებს 2025 წლის ივლისსა და 2026 წლის ივლისში, ხედავთ, რომ რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ეს ტერიტორია რეალურად შემცირებულია. განსაკუთრებით ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთი რეალურად კარგავს ტერიტორიებს კონსტანტინიუკის მიმდებარედ. 21 ივლისის ინტერფაქსის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა წინა კვირაში დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის საზღვარზე 43,37 მიასედი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. რუსეთმა კი მხოლოდ 17,33 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლო. ეს ის უპირატესობა არ არის, რომლის ჩვენებაც პუტინს სურს. ეს ყველაფერი სრულიად განსხვავებულ ისტორიას გვიყვება, ვიდრე ის, რასაც კრემლი ავრცელებს. გერასიმოვი ამტკიცებს, რომ კონსტანტინიუკა აღებულია. ეს ასე არ არის. სინამდვილეში ძალიან შორსაა ამისგან. ინფილტრატორების კალია პოლკმა გააძევა და სინამდვილეში უკრაინა წინ მიიწევს რუსეთის წინააღმდეგ. ან სულ მცირე, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფ რეგიონებს საშიშ ნაცრისფერ ზონებად აქცევს. ალყის მარწუხები ვერ იკვრება, რადგან ის ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის და ახლა რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. როგორც Euromaidan Press ავრცელებს, უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო ამტკიცებს, რომ პუტინი შესაძლოა იძულებული გახდეს ამ შემოდგომაზე 500,000-მდე რუსი მობილიზაცია მოახდინოს. რისკავს მასიურ უკმაყოფილებას და შესაძლოა აჯანყებასაც, ომით დაღლილი რუსი მოსახლეობის მხრიდან. ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთმა შეავსოს სულ უფრო ფართო ხვრელები თავის ხაზებში უკრაინის აღმოსავლეთში. კოვალენკო ამატებს, რომ მობილიზებული ჯარები სავარაუდოდ ომში ჩაერთვებიან გაწვევიდან 2 კვირაში, რაც აჩვენებს პუტინის სასოწარკვეთილებას, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცი გაიყვანოს ბრძოლის ველზე და მის და მისი სარდლების უუნარობას, რომ რაიმე სხვა სტრატეგია მოიფიქრო, გარდა იმისა, რომ ამ პრობლემაში კიდევ მეტი ადამიანი შეაგდო. თუ ეს მობილიზაცია განხორციელდება, კონსტანტინიუკა შეიძლება დაეცეს, მაგრამ პუტინისთვის საკუთარ ქვეყანაში ამის ფასი უზარმაზარი იქნება. მან უკრაინის ომის უმეტეს ნაწილში მობილიზაციის თავიდან აცილება სცადა და ამის კარგი მიზეზი ჰქონდა. მის ხალხს ეს არ უნდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკვე ამდენი მსხვერპლია. მოდით დავბრუნდეთ კონსტანტინიუკაში და მთავარ ამბავზე. საჯამოდ რუსეთმა განაცხადა, რომ ქალაქი აიღო. სინამდვილეში ასე არ იყო. უკრაინა მოსტატურად დაგეგმა მახე და ის შემოჭრილები, რომელთაც რუსეთი აცხადებდა, რომ კონსტანტინიუკა აიღეს, პრაქტიკულად განადგურებულნი არიან.
რუსეთს ერთი წელი აქვს დახარჯული ამ ერთი ქალაქის ასაღებად და ჯერ კიდევ ძალიან შორსაა მიზნის მიღწევამდე. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში პუტინს არ აქვს ბერკეტები. სწორედ ამას ემსახურება ყველა ეს ცრუ განცხადება. მნიშვნელობა არ აქვს თავად პუტინი უჯერებს თავის გენერლებს, როცა ეუბნებიან, რომ რუსეთმა ქალაქები აიღო, თუ თავადაც ამ სპექტაკლის ნაწილია. ასეთი ტიპის ცრუ განცხადებები მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ რუსეთი უფრო ძლიერად გამოიყურებოდეს, ვიდრე სინამდვილეში. პუტინს ეს ორი მიზეზის გამო სჭირდება. პირველ რიგში მას უნდა აჩვენოს საკუთარ ხალხს, რომ რუსეთი ისევ ის სამხედრო ძალაა, როგორც ყოველთვის ამტკიცებდა. და ამის საუკეთესო გზა არის იმ განცხადებების გავრცელება, რომ რუსეთი უკრაინულ ქალაქებს იკავებს. მეორე მხრივ პუტინს მშვიდობის მოლაპარაკებებიც აინტერესებს. მას არ უნდა მათში ჩართო, მაგრამ თუ ჩაერთვება, ამას მაშინ გააკეთებს, როცა რუსეთმა ტერიტორიების დაკავების შესახებ ცნობები სათაურებში მოხდება. მაშინაც კი, როცა ეს განცხადებები რამდენიმე დღეში უარყოფილი იქნება. პუტინმა იცის, რომ დრო ეწურება მისი გაჭიანურების ტაქტიკებით, როცა საქმე მშვიდობის მოლაპარაკებებს ეხება. და მას სჭირდება გამარჯვება. ნებისმიერი გამარჯვება, რომლითაც შეძლებს დაადასტუროს თავისი მტკიცება, თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს დონბასი რუსეთს, რათა მშვიდობა დამყარდეს. ეს მტკიცება მალე არ გახორციელდება. კონსტანტინიუკა რუსეთისთვის დიდი გამარჯვება უნდა ყოფილიყო. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არანაკლებ რაც იქნებოდა. პირველი რეალურად მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელსაც რუსეთი თვეების განმავლობაში მიაღწევდა. გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევა ამ დროისთვის ბევრად წინ უნდა ყოფილიყო. როდესაც რუსეთმა ეს დაგეგმა, მიზანი იყო ამ შეტევით მთელი ციხესიმაგრეების სათქლის განადგურება. მაგრამ ამ შეტევას ჯერჯერობით ოპერაციული მნიშვნელობის არაფერი მიუღწევია. ომის შესწავლის ინსტიტუტმა, ანუ ISW, 1 ივლისს განაცხადა. რუსეთმა კონსტანტინიუკაზე თავისი პრეტენზია 2 დღის შემდეგ წამოაყენა. თითქოს ეს პასუხი ყოფილიყო. და ვნახეთ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ეხლა უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ დონეცკში რუსეთის წინსვლის ტემპი იმდენად ნელია, რომ ISW-ც კი ვეღარ ბედავს იმის პროგნოზირებას, როდის შეიძლება რეგიონი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს. ეს შეიძლება უამრავ წელსაც კი გასტანოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთს ასეთი სერიოზული პრობლემები აქვს ციხესიმაგრეების სათხელის ყველაზე სუსტ ქალაქებთან და უკრაინის sapasukho კონტრშეტევებთან, რის გამოც რუსეთი კარგავს იმ ტერიტორიებს, რომლებიც ადრე ეკავა. რაც შეეხება კონსტანტინიუკას, ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი 2026 წლის ბოლომდე ქალაქზე სრულ კონტროლს მოიპოვებს. რუსეთს ჯერ კიდევ უწევს ამ კონტროლზე ტყუილის თქმა. მაშინაც კი, როცა მისი ჯარები იძულებულნი არიან დამამცირებელ უკანდახევას მიმართო. და როდესაც უკრაინა ძლიერდება, როდესაც ის აერთიანებს თავის გამაგრებებს კონტრშეტევებთან და დრონების იერიშებთან, რომლებიც რუსულ ზუგს ესხროს ესხმის დონეცკში, ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეძლებს რუსეთი რაიმე სერიოზული ნაბიჯის გადადგმას უახლოეს მომავალში. 2014 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაიკავა ყირიმის ნახევარკუნძული. მან რეგიონში გაგზავნა მცირე არმია მძიმედ შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების ჯარისკაცებისა, რომლებმაც დაიწყეს უკრაინული სამხედრო ბაზების ბლოკადა და რეგიონალური მთავრობა ჩაანაცვლეს პუტინის მომხრე მარიონეტთა ახალ ჯგუფით. ეს იყო დრამატული, ეს იყო უკანონო, მაგრამ ეფექტური. უკრაინა და მთელი მსოფლიო სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ და ოპერაცია იმდენად სწრაფი იყო, რომ სერიოზული დიპლომატიური ან სამხედრო პასუხისთვის თითქმის დრო არ დარჩა. პუტინისთვის მისია სრული წარმატება იყო, ოცნების ახდენა. თუმცა 10 წელზე ცოტა მეტის შემდეგ ეს ოცნება ნელ-ნელა კოშმარად იქცევა. მათი მზარდი არსენალისა და საბრძოლო წარმატების მაქსიმალურად გამოყენებით, უკრაინული ძალები ნახევარკუნძულს უფრო ინტენსიურად უტევენ, ვიდრე ოდესმე. ისინი არ ცდილობენ მის გათავისუფლებას ან დაბრუნებას, არამედ მის იზოლირებას, რათა მტრისთვის მისი დაკავება უფრო ძვირი და რთული გახდეს. ამ სტრატეგიის გავლენისა და მის უკან არსებული ლოგიკის გასაგებად უნდა დავბრუნდეთ 2014 წლის მარტში. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია უპრობლემოდ განხორციელდა. მან შეძლო რეგიონის პარლამენტის დაშლა და მისთვის ერთგული ახალი ლიდერების დანიშნა და კიდევ სრულიად უკანონო და არალეგიტიმური რეფერენდუმის ორგანიზება, რომელშიც თითქოს და 96.77%-მა ამ მომრჩეველთა გადაწყვეტა უკრაინის დატოვება და რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანება. მომდევნო დღეებში პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ხელშეკრულებას, რითაც ანექსია ოფიციალურად გაფორმდა. მაგრამ შემდეგ პუტინი ახალ პრობლემას შეეჯახა, რომელიც ყირიმის უნიკალურ გეოგრაფიას უკავშირდებოდა. რადგან ყირიმი ნახევარკუნძულია, მისი მიღწევა არც ისე მარტივია. 2014 წელს ერთადერთი გზა, რომლითაც რუსეთიდან ხმელეთით შეიძლებოდა იქ მოხვედრა, იყო უკრაინის საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთა. და რამდენიმე უკრაინული რეგიონის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის გავლა, სანამ ყირიმში ჩრდილოეთიდან შევიდოდით. სხვა ვარიანტები იყო საჰაერო ან საზღვაო მგზავრობა. კერჩის სრუტეზე ბორანები დადიოდნენ, რომელიც შედარებით ვიწრო წყლის არხია და აკავშირებს შავ ზღვასა და აზოვის ზღვას. ყირიმი მდებარეობს დასავლეთით, ხოლო რუსეთის კრასნოდარის მხარე აღმოსავლეთით. ახლა ანექსიამდე ყირიმი მთლიანად დამოკიდებული იყო უკრაინის მატერიკზე, საწვავის, საკვების, წყლის, ენერგიისა და სამოქალაქო საქონლის აუცილებელ მარაგებზე. ანექსიის შემდეგ ამავე რესურსების მიწოდება უკვე რუსეთის პასუხისმგებლობა გახდა, მაგრამ მხოლოდ ბორანით ამის გაკეთება ძალიან არაეფექტური იყო. პუტინს ასევე სურდა, რომ უფრო და უფრო მეტი რუსი გადასულიყო ყირიმში.
იქ სახლების შეძენა, ბიზნესის დაწყება ან ნახევარკუნძულზე დასვენება. ამისთვის მას საჭირო ჰქონდა, რომ ყირიმში მისვლა უფრო მარტივი გაეხადა. ამიტომაც მან უბრძანა კერჩის სრუტის ხიდის, ასევე ცნობილი როგორც ყირიმის ხიდის აშენება. ეს იყო თანამედროვე ინჟინერიის ნამდვილი სასწაული. 19 კილომეტრიანი, ანუ 12 მილიანი ხიდის მშენებლობა დაიწყო 2016 წლის თებერვალში და 2018 წელს გაიხსნა ავტომობილებისა და სხვა ტრანსპორტისთვის. ხიდის სარკინიგზო ნაწილი 1 წლის შემდეგ ამოქმედდა. მალე 10,000 ტრანსპორტი გადადიოდა ამ ხიდზე. ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდი, ყოველდღიურად. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა რუსეთის შესაძლებლობა უზრუნველყოს ნახევარკუნძულის ლოგისტიკა, გადაიყვანოს ჯარები და სამხედრო ტექნიკა კერჩის სრუტეზე და ხელი შეუწყო ტურიზმის ნაკადის ზრდას რეგიონში. მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ პუტინი არ არის ის ადამიანი, რომელიც უბრალოდ დაკმაყოფილდება. ხოლო ძალაუფლების დაუღალავის სწრაფვით მოტივირებული, მას ყოველთვის მეტი უნდა. ასე რომ, 2022 წელს მან გასცა ბრძანება უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. მიზანში ამოიღო მთელი უკრაინა, მაგრამ განსაკუთრებით 4 რეგიონი: ლუგანსკი, დონეცკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღმა რამდენიმე მიზეზი იდგა, მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უზარმაზარი სახმელეთო დერეფნის კონტროლის დამყარება, რომელიც რუსეთის ძირითად ტერიტორიას ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს. დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის კონტროლით რუსეთს ეკნებოდა სრულიად ახალი გზა რეგიონამდე მისასვლელად, რაც გადამწყვეტ სახმელეთო მარშრუტს წარმოადგენს ჯარისა და მარაგების გადასატანად. ასევე აზოვის ზღვის სანაპიროს სრული კონტროლით. და ასე მოხდა. ომის ადრეულ ეტაპებზე რუსეთის ძალებმა თავიანთი ძალისხმევის დიდი ნაწილი ყირიმისკენ გზის გაკაფას მოახმარეს. მათ სამთვიანი ალყა შემოარტყეს ყველაზე დიდ ქალაქს, რომელიც მათ გზაზე იყო. მარიუპოლი. და უკვე 2022 წლის მაისის შუა რიცხვებში შეჭრიდან რამდენიმე კვირაში სახმელეთო დერეფანი ძირითადად გაწმენდილი იყო. რუსეთმა ასევე გამოიყენა თავისი კონტროლი ყირიმზე, რათა სამხრეთიდან ხერსონში ძალები შეეყვანა, რაც მცირე ქალაქებისა და დასახლებების სწრაფად დაპყრობას შეუწყო ხელი. რაც უფრო მეტ მიწას იპყრობდნენ, მით უფრო იზრდებოდა მათი ბუფერული ზონა ნახევარკუნძულის გარშემო და მით უფრო შეუძლებელი ჩანდა, რომ უკრაინა ოდესმე დაიბრუნებდა კონტროლს ყირიმზე. ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს რეგიონი სამუდამოდ დაკარგული იყო და ეს ფაქტი პუტინსაც კარგად ესმოდა. 2024 წლის მარტში ანექსიის მე-10 წლის თავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა გამოხატა სიხარული, რომ ნახევარკუნძული თავის მშობლიურ ნავსაყუდელს დაუბრუნდა. მან დაამატა, რომ რეგიონი უკრაინის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად მომავალ თაობებში ცხელი-ხელ ჩაკიდებული დარჩება დანარჩენ რუსეთთან. იმ დროს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას შეძლო რამდენიმე დარტყმის განხორციელება ყირიმში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის კერჩის ხიდზე განხორციელებული რამდენიმე დარტყმაც, ჩანდა, რომ პუტინი მართალი იყო. თუმცა თუ გადავიდეთ 2026 წლის ზაფხულზე, რუსეთის კონტროლი ყირიმზე მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც უკრაინის მუდმივ კამპანიას უნდა უმადლოდეთ, რომელიც რეგიონის თავდაცვას, ლოგისტიკასა და მომარაგების ხაზებს ესხმოდა თავს. ამ კამპანიას შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი 2022 წლიდან ექრება, როდესაც უკრაინა პერიოდულად ესხმოდა თავს ისეთ ობიექტებს, როგორიც ყივიმის ავიაბაზები, პორტები და თავდაცვითი სისტემები, როცა კი შესაძლებლობა ეძლეოდა. მაგრამ ეფექტურობისა და ინტენსივობის მხრივ ეს კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა 2026 წელს. კიევის ძალები ახლა გეგმავენ და ახორციელებენ დაუღალავ იერიშებს გზებზე, ხიდებზე, ინფრასტრუქტურაზე და სამხედრო ობიექტებზე. ამან გამოიწვია მასშტაბური ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვები, მოწყვეტილი მომარაგების ხაზები და მთელი ნახევარკუნძული ჩააგდო უპრეცედენტო ქაოსში. შეშინებული ტურისტები და რუსი მცხოვრებლები რიგში დგანან, რომ რეგიონი დატოვონ. ეს ყველაფერი უკრაინის უნარზეა დამოკიდებული. ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე, შეცვალოს სტრატეგია და საოცრად კარგად მოერგოს კონფლიქტის ცვალებად პირობებს. მაგალითად, 2023 წელს ქვეყანამ მასშტაბური კონტრშეტევა დაგეგმა. დააბრუნა შეტევა ოკუპანტ ძალაზე იმ მიზნით, რომ დაებრუნებინა რუსეთისთვის დაკარგული მიწები და რაც მთავარია, გაეწყვიტა ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანი. თუმცა უკრაინის ყველა მცდელობისა და გარკვეულ რეგიონებში ზომიერი წარმატებების მიუხედავად, ეს უმნიშვნელოვანესი მიზანი ვერ შესრულდა. უკრაინის ძალებმა უბრალოდ ვერ გაუძლეს რუსეთის უზარმაზარ ცოცხალ ძალასა და ტექნიკის უპირატესობას. კრემლის ძალებმა იცოდნენ, რომ მათი მტერი ემზადებოდა საპასუხო დარტყმისთვის. ამიტომაც შექმნეს ღრმა და მჭიდრო თავდაცვითი ხაზები, რომლებიც მათ დაეხმარებოდა ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შენარჩუნებაში. მათ დააგეს ნაღმები, ამოთხარეს ანტიტექნიკური თხრილები და მათ განალაგეს საარტილერიო ეკიპაჟები სტრატეგიულ ადგილებში, რაც საშუალებას აძლევდათ შეეჩელებინათ უკრაინის მექანიზებული შეტევების დიდი ნაწილი. მანამ სანამ ისინი დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს დაიბრუნებდნენ. უკრაინის შედარებით მცირე არმიის გამო მათ ასევე მოუწიათ ძალების სხვადასხვა მიმართულებებზე განაწილება, რაც შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს გაუადვილა შეტევის განეიტრალება. იმ დროისთვის, როცა ყველაფერი დამშვიდდა, უკრაინამ 6 თვის განმავლობაში შეძლო რამდენიმე სოფლისა და დასახლების დაბრუნება, თუმცა ამ პროცესში ბევრი ჯარისკაცი და ტექნიკა დაკარგა. უკრაინამ მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ პირდაპირი ფრონტალური შეტევა სახმელეთო დერეფანში არ იმუშავებდა.
რუსული თავდაცვა უბრალოდ ძალიან ღრმა და მჭიდრო იყო, რომ მასში შეღწევა შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ სწორედ აქ გამოვლინდა უკრაინის ტაქტიკური მოქნილობა. მისმა მეთაურებმა გააცნობიერეს, რომ შესაძლოა ამ თავდაცვებს ვერ გაარღვევდნენ, მაგრამ მათ ზემოდან გადავლა შეეძლოთ. უბრალოდ ამისთვის საჭირო ინსტრუმენტები სჭირდებოდათ. ამას დრო დასჭირდა, მაგრამ ქვეყნის თავდაცვის სექტორმა გამოწვევას უპასუხა. შექმნა უფრო დიდი, უკეთესი და ჭკვიანი დრონები, ასევე შორი მანძილის რაკეტები, რაც ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად უფრო მეტ ყირიმის სამიზნეს დათმის რადიუსში აქცევს. უკრაინა აგრძელებდა რუსეთის ობიექტების განადგურებას რეგიონში, მაგალითად რადარებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების, რათა როცა საბოლოოდ უფრო მასშტაბური საჰაერო შეტევის დრო დადგებოდა, რუსეთს თავის დაცვა გაუჭირდებოდა. 2026 წლისთვის ყველაფერი მზად იყო და სცენა გამზადებული. რუსეთის წინსვლა ლოკოკინასავით ნელა მიმდინარეობდა. უკრაინის ძალები წარმატებით იცავდნენ პოზიციებს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში და კიევს საბოლოოდ ჰქონდა საჭირო რესურსები. როგორც ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა თქვა, ყირიმი კუნძულად ექცია. მაგრამ სანამ გადავიდოდეთ იმაზე, რაც შემდეგ მოხდა, სწორედ ამიტომ ვქნით სამხედრო გადაცემას, რომ ავხსნათ როგორ მოქმედებს ძალა სინამდვილეში. თუ აქ პირველად ხარ, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ შემდეგი. 2026 წლის მაისში კიევმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა. დაიწყო საშუალო მანძილის დრონების სწრაფი იერიშები, რომლებიც მიზნად ისახავდა გზებს, სარკინიგზო ტრანსპორტს, ხიდებს, ბორანებსა და საჰაერო თავდაცვას. როგორც თავად ყირიმში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთთან სახმელეთო დერეფანს ქმნიდნენ. ამ ქმედებით მან გაწყვიტა მომარაგების ხაზები, რომლებიც ამ რეგიონს დიდი ხნის განმავლობაში ამარაგებდა. მისმა წინა იერიშებმა ქერჩის ხიდზე უკვე გახადა ეს ნაგებობა რუსული სამხედროებისთვის სარისკო არჩევანად. თუმცა კრემლი მაინც ახერხებდა ჯარისკაცების, საწვავისა და საკვების მიწოდებას და სხვა რესურსების შეტანას ნახევარკუნძულზე ბორანებითა და გზებით. ამ თავდასხმებმა ყველა ეს გზა უსარგებლოდ აქცია. ქერჩის სრუტეზე მოძრავი სარკინიგზო ბორანები ერთი მეორის შემდეგ გამოუყენებელი გახდა. გზები, რომლებიც ადრე შედარებით უსაფრთხო იყო სამხედრო კოლონებისთვის, მოულოდნელად კიევის დრონების კონტროლქვეშ მოექცა. დეღარსად იყო უსაფრთხოება. არც ერთი მარშრუტი აღარ იყო გამოსადეგი. ხაზები გაწყდა და შედეგები მალევე იგრძნო მთელმა ყირიმმა. უკრაინის კამპანიის დაწყებიდან ამდენიმე დღეში მალე გავრცელდა ცნობები, რომ პანიკა მოედო ნახევარკუნძულს, რადგან საწვავისა და ენერგიის მიწოდება შემცირდა. შემდეგ უკრაინამ კიდევ უფრო გაამკაცრა მოქმედებები. მთელი ივნისის განმავლობაში უკრაინამ გააძლიერა შეტევები და გააფართოვა სამიზნეების სია, მათ შორის ელექტროქვესადგურები, საწვავის საცავები, ლოგისტიკური ცენტრები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ეს გავლენას ახდენდა არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ყოფნაზე ნახევარკუნძულზე, არამედ უამრავ ტურისტზე, დამშვენებელზე და სახლის მფლობელზე. მაისში უკრაინამ ყირიმში 22 დადასტურებული დარტყმა განახორციელა. ხოლო ივნისის ერთ-ერთ ბოლო კვირაში სულ თავდასხმების რაოდენობა 55-ში ადგენდა. ეს იყო ყველაზე მასშტაბური და დამანგრეველი დარტყმები, რაც კი რეგიონს უნახავს, რადგან უკრაინა მხოლოდ დრონებს აღარ ეყრდნობოდა. არამედ გამოიყენა საკუთარი წარმოების ფლამინგოს ტიპის ფრთოსანი რაკეტებიც, რომლებიც სახმით სახმელეთო დერეფანში მოძრავ კოლონებსა და რუსეთის საზღვაო პორტებს ესროლა, როგორც შავ ზღვაზე, ასევე აზოვის ზღვაზე. შედეგად ის, რაც პანიკით დაიწყო, რეგიონული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობად გადაიქცა. მართლაც, 26 ივნისს. ადგილობრივმა კრემლის მიერ დანიშნულმა ყირიმის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა განუსაზღვრელი ვადით საგანგებო მდგომარეობა მთელ რეგიონში. მათ სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ დროებით დაეხურათ კერჩის ხიდი, ასევე გაუქმდა მრავალი მატარებელი რუსეთის ქალაქების მიმართულებით დრონებისა და რაკეტების თავდასხმების საფრთხის გამო. ეს უკიდურესად ცუდი ამბავია ათასობით რუსისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ რეგიონიდან გაქცევას. მართლაც. 26 ივნისს. დამოუკიდებელმა რუსულმა ტელეგრამ არხმა ასტრამ გაავრცელა სურათები და ცნობები, რომ კერჩის სრუტის ხიდის მიმართულებით წარმოუდგენელი 15 კილომეტრიანი, ანუ 9.3 მილის სიგრძის საცობი წარმოიქმნა. როდესაც უამრავმა ადგილობრივმა გადაწყვიტა ნახევარკუნძულის დატოვება, ტურიზმის სექტორით სერიოზულად დაზარალდა. ყირიმი ისტორიულად პოპულარული დასასვენებელი ადგილი იყო რუსებისთვის. ბევრი მათგანი შორიდანაც კი ჩამოდიოდა, რათა ესარგებლა რეგიონის ლამაზი პლაჟებით, სანაპირო ქალაქებით, დიდრული ზღვისპირა კურორტებით და სასიამოვნო ზაფხულის ამინდით. თუმცა 2026 წლის ზაფხულში ამ რეგიონში ჩვეულებრივი ტურისტული ნაკადები აღარ იქნება. რუსი ტუროპერატორების, სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელების ანგარიშები ეცსა და იმავეს აჩვენებს. ჯავშნები შემცირებულია და გაუქმებები რეკორდულად მაღალია. ერთ-ერთმა ტურისტულმა სააგენტომ კი აღნიშნა, რომ ივნისში გაუქმებების მაჩვენებელი 80%-ს, ხოლო ივლისსა და აგვისტოში
50%-ს აღწევს. პოპულარული სასტუმროები, რომლებიც ჩვეულებრივ ხალხმრავლობით გამოირჩევა, რეკორდულად დაბალი დატვირთულობით მუშაობენ. მოკლედ, რუსი ხალხი აშკარად აცნობიერებს, რომ ყირიმი არც სასიამოვნო და არც უსაფრთხო ადგილია. ისინი, ვინც იქ წასვლას აპირებენ, ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებენ. ხოლო ისინი, ვინც უკვე იქ არიან, ყველაფერს აკეთებენ, რომ იქიდან წავიდნენ. ზოგმა ეს საკუთარი სურვილით გააკეთა, მას შემდეგ რაც დაინახა, რამდენად მძიმდებოდა სიტუაცია. სხვებმა კი ოფიციალური პირების, მაგალითად ფიოდოროვის გაფრთხილებებს მოусმინეს. რომელმაც რუსებს ძალიან მოულოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა და ერთნიშნულოვნად განაცხადა, რომ ყირიმში ჯოჯოხეთი იწყება. რეფათ ჩუბუროვი, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე, რომელიც ყირიმელი თათრების უმაღლესი აღმასრულებელი წარმომადგენლობი ორგანოვითი ორგანოა, ასევე მოუწოდა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მცხოვრებ რუს მოქალაქეებს, რომ სანამ შეუძლიათ, დატოვონ იქაურობა. ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ჩუბუროვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმები ნახევარკუნძულზე ამიერიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. მინდა ცალკე მივმართო ყირიმის ამჟამინდელი მოსახლეობის კიდევ ერთ ნაწილს. კერძოდ მათ, ვინც ნახევარკუნძულზე 2014 წლის 27 თებერვლის შემდეგ დასახლდა. თქვენი ყოფნა ოკუპირებულ ყირიმში ყალბი რუსული საკუთრების დოკუმენტებით არალეგალურია, როგორც უკრაინის ეროვნულ, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით. ეხლა როგორც თავად ხედავთ, ყირიმი საბოლოოდ ფრონტის პირა ზონად იქცა და მისი გათავისუფლება რუსული ოკუპაციის ძალებისგან გარდაუვალია. ჩუბუროვმა დაამატა, რომ ვისაც სურს გარდავალი სასჯელის თავიდან აცილება, ახლა უნდა წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგებს მოიმკის. ყოველი დღე, როცა ქერჩის ხიდი ფუნქციონირებს, თქვენი შანსია უსაფრთხოდ და ნებაყოფლობით დატოვოთ ყირიმი. მალე ასეთი შესაძლებლობა აღარ იქნება. არ დაელოდოთ ქერჩის ხიდის დანგრევას და სახმელეთო დერეფნის საბოლოოდ გადაკეტვას. რუსი ოფიციალური პირები ამ დროს ვეღარ მალავენ კრიზისის მასშტაბებს. გასაოცარი და უპრეცედენტო ნაბიჯი რეგიონის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საწვავის გაყიდვა შეიზღუდოს მხოლოდ სამხედრო მანქანებისთვის, საგანგებო სამსახურებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის. ეს იყო საწვავის კრიზისის ბოლო განვითარება, რომელმაც რეგიონი რამდენიმე თვეა მოიცვა. ამ კრიზისის დასაწყისში ყირიმის ავტომფლობელებს ხშირად უწევდათ კერჩის ხიდის გადაკვეთა, რათა კრასნოდარის მხარეში შეეძინათ საწვავი. ზოგიერთები კი საწვავის კანისტრებს ავსებდნენ და სახლში ორჯერ ან სამჯერ უფრო ძვირად ყიდნენ. ეს სტრატეგია აღარ არის ეფექტური, რადგან უკრაინამ 28 ივნისს კრასნოდარის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში. სამხრეთ რუსეთი კიდევ უფრო ღრმა საწვავის კრიზისში აღმოჩნდა. საწვავის დეფიციტის გამო ადგილობრივმა ავტოგასამართმა სადგურებმა დაიწყეს მომსახურებაზე უარის თმა ყირიმის სანომრე ნიშნიანი ავტომობილებისთვის. ამან გამოიწვია კამათები და ზოგჯერ ჩხუბიც აღნიშნულ სადგურებზე. რეგიონალური ხელისუფლება იძულებული გახდა მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიარაღებული პოლიცია გამოეძახებინა. ამის შედეგად ბევრი ადამიანი ყირიმშია გაჭედილი. მათ არ შეუძლიათ მიიღონ საჭირო საწვავი, რომ დატოვონ ტერიტორია და მათი ცხოვრება დღითი დღე უფრო მძიმე ხდება. ივნისის თავდასხმების შემდეგ რეგიონში პერიოდული ელექტროენერგიის გათიშვები ხდება, რის გამოც უამრავი სახლი და ბიზნესი ელექტროენერგიის გარეშე რჩება. წყლისა და საკვების დეფიციტიც უფრო მწვავე ხდება, რადგან ეგრეთ წოდებული რუსული რივიერა საბოლოოდ კარგავს თავის მომხიბვლელობას და დასასვენებელი ადგილის ნაცვლად ომით განადგურებულ ზონად იქცევ. საჰაერო განგაში სირენები რეგულარულად ისმის, რასაც მიხვება უკვე კარგად ნაცნობი აფეთქებების ხმები, სანამ ცა ცეცხლითა და კვამლით ივსება. ბევრმა ყირიმეულმა სოციალურ ქსელებში დაიწყო წერა. ისინი აზიარებენ პოსტებსა და ვიდეოებს, სადაც თავიანთ გაჭირვებაზე საუბრობენ. ზოგიერთმა კი თავად პუტინს მოუწოდა, რომ სიტუაცია საკუთარ ხელში აეოს. მაგალითად, ერთმა ახალგაზრდა ქალმა 5 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა: მოსკოვს და პუტინს ვესაუბრები ყირიმის ხალხის სახელით. დაგვპირდით უსაფრთხოებას და ნორმალურ ცხოვრებას, მაგრამ რეალურად გვაქვს ცარიელი ბენზინგასამართი სადგურები, შიში, საგუშაგოები, გრძელი რიგები და სრული გაურკვევლობა. ტელევიზორში ამბობენ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, მაგრამ თუ ყირიმი გადაჩენის რეჟიმშია, მაშინ საქმე უკვე აღარ არის კონტროლის ქვეშ. რატომ მიგვატოვეთ? ეს განწყობები მთელ რეგიონში იგრძნობა, მაგრამ მოსკოვი ამ მოწოდებას ყურად არ იღებს. გზები აღარ დარჩა და კერჩის ხიდზე დაყრდნობაც შეუძლებელია. კრემლმა სცადა ყირიმში მარაგების მიწოდება ზღვით, თავისი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერების დახმარებით. ესეც წარუმატებლად დასრულდა. ივლისის 6-ის ღამეს 8 პატარა ტანკერი, თითოეულში 7000 ტონა ბენზინით აზოვის ზღვაში ყირიმისკენ მიემართებოდა, როდესაც მათ უკრაინულმა დრონებმა დაართლეს და გაანადგურეს. კიევისგან კაფიო გზავნილია, რომ ნახევარკუნძულზე მისასვლელი არც ერთი გზა უსაფრთხო არ არის. ყველა გზა კონტროლდება. დრონები და რაკეტები მზად არიან, რომ ცეცხლი გაუხსნან ნებისმიერ სამიზნეს, რომელიც გაბედავს ამ გზაზე გავლას. ამ ოპერაციის პირველი დღიდანვე უკრაინის მისია ნათელია. როგორც CNN-ის ჟურნალისტი ნიკ პეიტონ უოლში ამბობს, ქვეყნის მიზანია ყირიმში ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. ადგილის
სადაც არ იქნება ტურიზმი, გაზი, ელექტროენერგია, ხელმისაწვდომის საკვები და სახმელეთო დერეფანი ნახევარკუნძულამდე. შედეგად, ისედაც რთული საცხოვრებელი ადგილის შენარჩუნება კრემლისთვის სულ უფრო ნაკლებად ღირს. ის აგრძელებს და აღნიშნავს, რომ უკრაინა აპირებს შირიმი პუტინის გვირგვინის მარგალიტიდან უკრაინის ბერკეტად აქციოს. შესაძლოა მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ან თუნდაც პუტინის გვერდში მტკივნეულ ეკლად აქციოს, როცა ის ცდილობს ონთან დაკავშირებით მზარდ უკმაყოფილებას გაუმკლავდეს. ჯერჯერობით უკრაინა ყველა ამ მიმართულებით წარმატებულია. როცა პუტინმა ყირიმი 2014 წელს დაიკავა, მას ეგონა, რომ შეუფასებელი მიწის ნაკვეთი ჩაიგდო ხელში. ოქროსფერი, ბრწყინვალე საგანძური, რომელსაც თავის ხალხს აჩვენებდა. თვალწამტაცი ნახევარკუნძული, რომელიც ელიტური კურორტებითაა მოფენილი და სადაც რუსები სიამოვნებით დაისვენებდნენ და მას მადლობას გადაუხდიდნენ 10 წლეულების განმავლობაში. 2026 წელს ის საგანძური ჯოჯოხეთად იქცა, პანიკის, შიშისა და ქაოსის ადგილად და პუტინის კატასტროფული დაღმასვლის სრულყოფილ სიმბოლოდ. რუსეთის სუ-35-ის პილოტს ეგონა, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. ის ფრონტის ხაზიდან იმდენად შორს იყო, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ უნდა შეხვედროდა. ან ასე ეგონა. იმ პილოტს ეგონა, რომ დაუსჯელად შეეძლო ფრენა. უკრაინა არაფერს გააკეთებდა. ყველაზე საუკეთესო უკრაინული თვითფრინავებიც კი ვერ გადაურჩებიან საჰაერო ბრძოლას. სუ-35-თან. ყველაფერი კარგად მიდიოდა. სანამ არ მოხდა ის, რომ უკრაინულმა F-16-მა უბრალოდ დაამცირეს რუსეთის ყველაზე მომაკვდინებელი გამანადგურებელი, რომელსაც რუსეთი რეგულარულად იყენებს, გენიალური შლით, რომელიც ისტორიაში შევა. უკრაინის F-16-ის პილოტებმა ახლახან სრულიად ახალი გზა იპოვეს დომინირებისთვის. TF-მა უბედურმა სუ-35-ის პილოტმა პირველმა გაიგო როგორ. თუმცა ამას ვერ გაიგებდით იმაზე, რაც თავდაპირველად გავცელდა. თავად უკრაინამ პირველად გამოაცხადა, რომ სუ-35 ჩამოაგდეს. 8 ივლისის ტელეგრამის პოსტში უკრაინის საჰაერო ძალებმა გამოაცხადეს, რომ სუ-35 აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს და გამარჯვება დადასტურებულია. მალე ადგილზე გადაღებულმა ფოტოებმა დაადასტურა უკრაინის განცხადება, სადაც ნაჩვენებია რუსული გამანადგურებლის ნამსხვრევები მიწაზე. რა თქმა უნდა, რუსეთს სუ-35-ები აქამდეც დაუკარგავს. 2025 წლის ივნისისთვის ვიზუალურად დადასტურებული განადგურებული სუ-35-ების რაოდენობა 8-ს შეადგენდა, მაგრამ ამჯერად რაღაც განსხვავებული მოხდა. რუსეთის მიერ აქამდე დაკარგული სუ-35-ების უმეტესობა დრონების იერიშის მსხვერპლი გახდა. თუმცა 8 ივლისის ინციდენტისას გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის წამყვანი გამანადგურებელი თვითფრინავი ჩამოაგდო უკრაინულმა F-16-მა, რომელიც ერთ-ერთზე საჰაერო ბრძოლაში მასთან დაპირისპირებას არ უნდა შეძლებდეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებიდან მალევე სუხოი მაიმუსის YouTube არხმა გამოაქვეყნა დეტალური ანალიზი იმისა, რაც მოხდა. და 8 ივლისის ვიდეოში სუხოი მაიმუსმა განაცხადა, რომ რუსეთის სუ-35 საჰაერო ორთაბრძოლაში ჩამოაგდეს. ეს არ ყოფილა დრონი, რომელიც ფარულად მიუახლოვდა და ჩამოაგდო გამანადგურებელი. ესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვა იყო, რომელმაც რაკეტა გაუშვა და სუ-35-ის პილოტმა ვერ აიცილა. მათ შორის საჰაერო ორთაბრძოლა მოხდა, სადაც მინიმუმ ერთი უკრაინული F-16 რუსულ სუ-35-ს დაუპირისპირდა. ამ ამბავს მოულოდნელი გაგრძელება აქვს და ჩვენ უკვე პატარა მინიშნებას მოგეცით. დარჩით ჩვენთან და ყველაფერს გაგიმხელთ. რუსეთის სუ-35-ის დაკარგვის დამატებითი დადასტურება თავად რუსეთიდან მოვიდა. რა თქმა უნდა, არა თავდაცვის სამინისტროდან ან კრემლიდან. არც ერთი მათგანი არ ისურვებს გაასაჯაროოს ის ფაქტი, რომ რუსეთმა ახლახან სუ-35 დაკარგა იმ ტიპის საჰაერო ბრძოლაში, რომლის მოგებაც თითქოს უნდა შეეძლოს. დადასტურება მოდის სამხედრო კომენტატორისგან სახელად ოლექსი ზემცოვი, რომელიც რუსი სამხედრო ბლოგერია. ზემცოვმა დაადასტურა, რომ ნამსხვრევები, რომლებიც ადრე გაზიარებულ კადრებში ვიხილეთ, ნამდვილად სუ-25-ს ეკუთვნოდა. და მან დაამატა დამატებითი დეტალი, რომ ფრინავი თითქოს და გადაურჩა უკრაინის თავდასხმას და როგორაც მოახერხა თავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაებრუნებინა. რამდენად მართალია ეს მტკიცება, ჯერ კიდევ გასარკვევია, მაგრამ ერთადერთი რაც თავდაპირველი ინფორმაციის გავრცელების დროს ზუსტად ვიცოდით, იყო ის, რომ სუ-35 ჩამოგდებული იყო. როგორ მოხდა ეს? გარდა იმისა, რომ დადასტურებული იყო F-16-ის მონაწილეობა, ჯერ კიდევ გაუხვეველი იყო. ეს არ უნდა დამართნოდა რუსეთს. მაგრამ შემდეგ რუსეთის საჰაერო ძალების სრული უუნარობა უკრაინაზე თავისი ნების დამყარებაში ომის დაწყების პირველივე დღიდან აშკარა იყო. 10 ივლისის მდგომარეობით რუსეთმა უკრაინაში დაკარგა 427 თვითფრინავი და 353 ვერტფრენი, რომელთა დიდი ნაწილი შეჭრის პირველ კვირებში განადგურდა. როდესაც რუსეთი იმდენად ამპარტავანი იყო, რომ სჯეროდა უკრაინას არ ჰქონდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რომ ისინი შეეჩერებინა. ეს მალე მცდარი აღმოჩნდა და რუსეთმა ომის უმეტეს ნაწილში ასეთ სტრატეგიას მისდევდა. თავის ავიაციას ფრონტის ხაზის უკან ინახავდა, საიდანაც ისინი უსაფრთხო მანძილიდან უკრაინაზე რაკეტებსა და მართვად ბომბებს უშვებენ. ამ სტრატეგიამ უკრაინას გამარჯვებების მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა. 26 ივნისს რუსეთმა დაკარგა თავისი MiG-29 ტიპის გამანადგურებელი უკრაინის იერიშის შედეგად ყირიმის ბელბეკის აეროდრომზე. რუსეთს ასევე ეწურება სუ-35-ის მარაგები. ადრე ვახსენეთ, რომ სულ მცირე 8 მათგანი დადასტურებულად იყო განადგურებული უკრაინის ბოლო ჩამოგდებამდე. ამ თვითფრინავის ბოლო ცნობილი მიწოდება რუსეთის სამხედრო ძალებისთვის მოხდა 2025 წლის ნოემბერში. და როგორც ჩანს, ეს იყო პარტია, რომელიც შედგებოდა 15-დან 18-მდე ერთეულისგან. წინა წელს რუსეთმა კიდევ 15 სუ-35 მიიღო.
რთულია თქმა, კიდევ მოდის თუ არა მეტი, მაგრამ უკრაინა ამცირებს მარაგებს. ახლა კიდევ ერთი SU-35 ჩამოაგდეს. ზუსტად ისე, როგორც რუსეთმა ვერ შეძლო თავისი საჰაერო უპირატესობის გამოყენება უკრაინაში, ამ SU-35-ის ჰაერში დაკარგვა F-16-თან ბრძოლაში არ უნდა მომხდარიყო. დაუშვათ, რომ ეს იყო ის ერთ-ერთი საჰაერო დუელი, რომელიც თავდაპირველად გარცელდა. ასეთ სიტუაციაში და თუ ვივარაუდებთ, რომ უკრაინაუდებთ, რომ უკრაინელ და რუს პილოტებს ერთნაირი კვალიფიკაცია აქვთ, SU-35 უნდა იყოს უპირატესობაში. Popular Mechanics აქვს ეს მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ F-16 და SU-35 ორივე მეოთხე თაობის გამანადგურებელი თვითფრინავებია, SU-35 უფრო თანამედროვეა, რადგან ის 2016 წელს გამოჩნდა. F-16 არის თვითფრინავის корпуსი, რომელიც 1970-იან წლებში შეიქმნა. ორივეს აქვს დაახლოებით მსგავსი მაქსიმალური სიჩქარე, დაახლოებით Mach-2 სიმაღლეზე, მაგრამ მთავარი განსხვავება და ის, რაც SU-35-ის პილოტისთვის გადამწყვეტია, საბრძოლო მანძილი. F-16-ის საბრძოლო მანძილი დაახლოებით 925 კილომეტრია. SU-35-ს საბრძოლო მანძილი თითქმის 1600 კილომეტრია. ეს SU-35-ის პილოტს მეტ მანევრის საშუალებას აძლევს, რომ პოზიციაში გადავიდეს. თუ მათი თვითფრინავის ბორტული რადარები და სენსორები დროულად აღმოაჩენენ F-16-ს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სტრასამი ამატებს, რომ SU-35-ს მეტი მოქნილობა აქვს ვიდრე F-16-ის, როდესაც საქმე ეხება ნოზლის მოძრაობას. SU-35-ის ორივე ნოზლი 360 გრადუსით შეიძლება მოძრაობდეს თითოეული სხვადასხვა ღერძზე. ეს ნიშნავს, რომ SU-35-ს შეუძლია კობრას მანევრის შესრულება, რაც გულისხმობს, რომ ის ფაქტობრივად ჰაერში ერთ ადგილზე ჩერდება. F-16 ამას ვერ ახერხებს. საჰაერო ორთაბრძოლაში, სადაც დასავლური თვითფრინავით ცდილობს SU-35-ის დაჭერას, ეს ჭკვიანური მანევრი რუსულ გამანადგურებელს საშუალებას აძლევს გაჩერდეს. შესაძლოა F-16 პირდაპირ გვერდით ჩაუბრინდეს და SU-35-ის პილოტს უპირატესობა მისცეს. ეს ყველაფერი აუცილებლად არ ნიშნავს, რომ F-16-ის არ შეუძლია SU-35-ის დამარცხება. თუმცა F-16-ის მოუწევს AWACS-ის მხარდაჭერაზე დაყრდნობა, რათა წინასწარ დაადგინოს, სად არის SU-35. ასევე გამოიყენოს საჰაერო რაკეტები, როგორიცაა AMRAAM. ეს რაკეტები შესაძლებელია გაუშვოს ვიზუალური დიაპაზონის მიღმა, რაც F-16-ის საშუალებას აძლევს ჩაუსაფრდეს SU-35-ს, ვიდრე პირდაპირ საჰაერო ბრძოლაში ჩაებას. მოკლედ, SU-35-ს უნდა ჰქონდეს უპირატესობა F-16-ზე. მაგრამ რუსეთის გამანადგურებელი თვითფრინავი დამარცხდა იმაში, რასაც საჰაერო ორთაბრძოლას უწოდებენ. როგორ? პასუხი ისაა, რომ ეს პირდაპირი საჰაერო ბრძოლა არ ყოფილა. ეს იყო უკრაინული სტრატეგიის ნამდვილი მასტერკლასი, რომელმაც აიძულა რუსეთის გამანადგურებლის პილოტი თავისი SU-35 პირდაპირ უკრაინელების მიერ მოწყობილ მახეში გაეშვა. მაგრამ სანამ გაგიმხელთ, როგორ მოახერხა ეს უკრაინამ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არხზე არ ხართ გამოწერილი, ეხლა საუკეთესო დროა დააჭიროთ ღილაკს, სანამ ვიდეოს დაუბრუნდებით. ეს არის უკრაინელი ჟურნალისტი სახელად ივან იაკოვინა, რომელიც თვლის, რომ მან გაარკვია, როგორ მოახერხა უკრაინამ გამარჯვების მოპოვება, რომელიც თითქოს არასდროს უნდა შეძლებოდა თავისი F-16-ებით. რუსული წყაროების ცნობებზე დაფორდნობით, იაკოვინა ამბობს, რომ უკრაინამ მოახერხა რუსეთის SU-35-ის პილოტის მახეში შეყვანა, სადაც გამანადგურებელი თვითფრინავი რაკეტებით დაარტყეს როგორც ჰაერიდან, ასევე მიწიდან. ჟურნალისტის თქმით, გეგმა რისკიანი იყო. უკრაინელი F-16-ის პილოტი SU-35-ს ვიზუალური მანძილიდან უნდა მიახლოებოდა. F-16-ს იყენებდნენ როგორც სატყუარას, რათა რუსი პილოტი დაერწმუნებინათ, რომ პირდაპირი საჰაერო ბრძოლა შეიძლებოდა. შემდეგ F-16-მა მაქსიმალური სიჩქარით დაიწყო ფრენა, რათა აერიდებინა SU-35-ის შეტევები, სანამ რუსი პილოტი ჩასაფრების ადგილას არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის უკვე ძალიან გვიანი იქნებოდა. ის, რაც რუსი პილოტისთვის მარტივ გამარჯვებად ჩანდა, სწრაფად გადაიქცა მარცხად. მედლების გადაცემისა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან პილოტისთვის რუსეთის გმირის წოდების მინიჭების წარმოდგენები სწრაფად შეიცვლებოდა პანიკით, როცა SU-35 მიწისკენ დაეშვებოდა. ეს იყო უკრაინის ბრწყინვალე გეგმა, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე F-16 და პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა მონაწილეობდა და გასაოცარია, რომ SU-35-ის პილოტის დაღუპვას მხოლოდ უკრაინის მახე არ გამოიწვია. ის პილოტი საკუთარმა ქვეყანამ უღალატა, რაც თავიდანვე შექმნა ეს მთელი სიტუაცია. ეს ღალატი უნებლიეთ მოხდა, მაგრამ ეს იყო რუსეთის ტყუილების შედეგი, რომელსაც მთელი ომის განმავლობაში ვხედავდით და ახლა ეს უკან უბრუნდება ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური თვითფრინავის პილოტს. მაგრამ სანამ ახსნით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, კიდევ უფრო მეტი დეტალია უკრაინის ბრწყინვალე მახეზე სასაუბროთ. უკრაინის გენიალურ სვლაზე თავის ანგარიშში ევრომაიდან პრესი ამხელს, რომ სხვადასხვა რუსული წყარო, რომელმაც უკრაინის მახე გამოავლინა, მიიჩნევს, რომ უკრაინამ 3 F-16 გამოიყენა SU-35-ის ჩასაფრებაში შესატყუებლად. თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, მაშინ უკრაინამ დიდი რისკი ითავა. უკრაინისთვის დაპირებულია დაახლოებით 80 F-16, თუმცა მათგან ნახევარი ჯერ კიდევ არ ჩასულა, სხვადასხვა შეფერხების გამო, რომლებიც მის პილოტებს უკავშირდება. სამამდე თვითფრინავის დაკარგვა. SU-35-ის დამწყდებად მცდელობაში უკრაინის საჰაერო ძალებისთვის სერიოზული დარტყმა იქნებოდა. საუბარი არ არის იმაზე, რომ ამასთან ერთად დიდი ალბათობით 3 ნიჭიერი პილოტის დაკარგვას მოხვდებოდა. მიუხედავად ამისა, F-16-ები აფრინდნენ. ისინი SU-35-ს დევნაში ითრევდნენ, როცა უკრაინული თვითფრინავები ჩასაფრების ადგილს უახლოვდებოდნენ და რა ელოდათ იმ ადგილზე? Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
უპირატესობის ფლობის შემდეგ SU-35-ის პილოტი აღმოჩნდა ჰერკულესის მსგავსად შეუძლებელი ამოცანის წინაშე. ამ ეტაპზე ამბავი ბუნდოვანი ხდება. ზოგი ამტკიცებს, რომ უკრაინულმა თვითმფრინავებმა და პატრიოტმა ერთდროულად ესროლეს SU-35-ს. სხვაები, მათ შორის ევრომაიდან პრესი, ამბობენ, რომ არ არის ნათელი უკრაინის რომელი სისტემიდან გაისროლეს. ხოლო ისაა ცნობილი, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, SU-35-ის პილოტი იძულებული გახდა კატაპულტირებულიყო და გაქცეულიყო. რაც არ უნდა იყოს, ეს მახე წარმოუდგენელ კოორდინაციას აჩვენებს მიწაზე მყოფ საჰაერო თავდაცვის ჯგუფებსა და ცაში მყოფ პილოტებს შორის. ჩვენი აზრით ყველაზე სავარაუდოა, რომ სწორედ F-16-მა ესროლეს რუსეთის SU-35-ს და არა პატრიოტის სისტემა. რატო? ორი მიზეზის გამო. პირველი, უკრაინას პატრიოტის რაკეტების დეფიციტი აქვს და მას სჭირდება არსენალში არსებული თითოეული რაკეტა რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ გამოსაყენებლად. სინამდვილეში ატლანტიკური საბჭო იუწყება, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები სწორედ იმიტომ გააძლიერა, რომ იცის უკრაინა პატრიოტის დეფიციტს განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის SU-35-ის ჩამოგდება დიდი მიღწევა, ეს მაინც არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის რაკეტულმა დარტყმებმა რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიატენოს. და როდესაც ცაში ყავს F-16-ები, რომლებიც აღჭურვილია რაკეტებით, რომლებსაც შეუძლიათ SU-35-ის ჩამოგდება, კიდევ უფრო ნაკლები მიზეზია პატრიოტის გადამჭრელი რაკეტა გამოიყენო SU-35-ის ჩამოსაგდებად. იაკოვინა როგორც ჩანს ეთანხმება ამ შეფასებას. ის ამბობს, იმ ფაქტით თუ ვიმსჯელებთ, რომ რუსი პილოტი გადარჩა, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ რუსები, სავარაუდოა, რომ თვითმფრინავი დაზიანდა. 100%-ით ვერ დაადასტურებ, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით მას პატრიოტის რაკეტა არ მოხვედრი. აგიხსნით რატო? ეს რაკეტა ძალიან დიდია, ქმნის გიგანტურ აფეთქებას ლითონის ბურთულების ღრუბლით, რომელიც თვითმფრინავსაც და მის პილოტსაც საცრად აქცევს. ასეთი აფეთქების გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელია. მეორეც ჩანს, რომ პატრიოტის სისტემას ძალიან კონკრეტული როლი შეეძლო შეესრულებინა იმ ჩასაფრებაში, რომელიც უკრაინამ მოაწყო. როგორც ევრომაიდან პრესი აღნიშნავს, უკრაინის F-16-ებს არ აქვთ ის რაკეტები და რადარები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ისინი შეედრონ SU-35-ში დაყენებულ რაკეტებსა და რადარებს. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერში პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემა და მისი რადარები ერთვება, სურათი სრულიად იცვლება. ჩვენი აზრით მოხდა ის, რომ უკრაინის F-16-ები SU-35-ის რადარების მოქმედების არეში შევიდნენ, მაგრამ საკმარისად შორს იყვნენ, რათა რისკი მინიმუმამდე დაეყვანათ. მიწაზე პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის რადარმა SU-35 დააფიქსირა და ეს მონაცემები რეალურ დროში გადაეცა F-16-ის პილოტებს. ამიტომ მათ ზუსტად იციან, სად უნდა იფრინონ, რომ SU-35 მახისკენ მიიზიდონ ისე, რომ რუს პილოტს არც ერთი F-16-ის ჩამოგდება არ შეეძლოს. შემდეგ როგორც კი პატრიოტმა დააფიქსირა, რომ SU-35 იდეალურ პოზიციაში იყო, გაიცა ბრძანება. ცეცხლი. ევრომაიდან პრესი კიდევ ერთ შესაძლებლობას გვთავაზობს. იგი აღნიშნავს, რომ უკრაინა იყენებს თავის F-16-ებს სხვა საჰაერო ხომალდების თანხლებაში, რომლებიც რუსულ პოზიციებზე ახლო ზურგში გლაიდ ბომბებს უშვებენ. ამის გასაკეთებლად, F-16-ებს უნდა შეინარჩუნონ დაბალი პრენის პროფილი, როდესაც რუსულ პოზიციებს უახლოვდებიან. შესაძლოა მოხდა ის, რომ უკრაინის ერთ-ერთმა F-16-მა ეს ფრენის პროფილი შეასრულა, თუმცა ის გლაიდ ბომბების გამშვებ თვითმფრინავს არ აცილებდა. ამის ნაცვლად, F-16 იყო სატყუარა, რომელიც გამოიყენეს იმისთვის, რომ რუსული SU-35 გამოეთხოვებინათ და შეეჩერებინათ ის, რაც გლაიდ ბომბის შეტევად ჩანდა. როდესაც SU-35 შეტევაზე გადავიდა, დანარჩენი ორი F-16, რომლებიც ბევრად უფრო მაღლა დაფრინავდნენ, ვიდრე საწყისი F-16 და SU-35, გააშვეს AIM-120-ის რადარით მართვადი რაკეტები, რათა ზემოდან გაენადგურებინათ რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი. ამ სცენაში პატრიოტი კვლავ რეალურ დროში აწვდიდა მონაცემებს. სავარაუდოდ, რათა ორ F-16-ის პილოტს, რომლებიც ჩასაფრებულები იყვნენ, სცოდნოდათ როდის დადგებოდა დარტყმის დრო. აქ ბევრი შესაძლებლებაა. როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინა ყველაფერს საიდუმლოდ ინახავს. რატო უნდა გაამჟღავნოს იმ სტრატეგიის დეტალები, რომელიც გამოიყენა, როცა არსებობს შანსი, რომ მომავალში შეიძლება ისევ გამოიყენოს. საბოლოო ჯამში უკრაინამ თავისი გლაიდ ბომბები მუდმივ საფრთხედ აქცია რუსეთის ზურგისთვის. ეხლა როგორც ჩანს, მას აქვს სტრატეგია, რომელიც ამ ფაქტს იყენებს თავის სასარგებლოდ, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს რუსი პილოტების გამოსატყუებლად ბრძოლაში, სადაც ამ პილოტებს გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. მაგრამ ამ ამბავს კიდევ ერთი მოულოდნელი შემოტრიალება აქვს. ადრე ვახსენეთ, რომ მოხდა გარკვეული ღალატი. რამდენადაც ეს ღალატი უნებლიე იყო, შეიძლება სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც რუსეთის SU-35 აღმოჩნდა სასიკვდილო მდგომარეობაში, რომელშიც ის აღმოჩნდა. და მთავარი ირონია აქ ის არის, რომ რუსეთის სურვილმა, თავი რაც შეიძლება ძლიერად წარმოიჩინა, გამოიწვია ის, რომ მისი ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელი თვითმფრინავი ციდან ჩამოაგდეს. SU-35-ის პილოტი არაზუსტი რუკებით მოქმედებდა. და ეს რუკები არაზუსტი იყო იმიტომ, რომ რუსეთმა ისინი შექმნა, რათა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებები გადაემეტებინა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს 9 ივლისის United 24 მედიის ანგარიში, რომლის მიხედვითაც SU-35-ის ჩამოვარდნის ადგილი დაახლოებით 42 კილომეტრით იყო დაშორებული ომის წინა ხაზიდან. ეს ბევრად უფრო ახლოა, ვიდრე რუსული. SU-35-ების უმეტესობა მიდის წინა ხაზთან, რადგან არსებობს საჰაერო თავდაცვის სისტემებით ჩამოგდების რისკი. როგორც ჩანს, აქ მოხდა ის, რომ რუსეთის გადაჭარბებულმა განცხადებებმა მიღწევებზე, რაც ასახულია რუკებზე, რომლებიც SU-35-ის პილოტს მიაწოდეს და არც მონოპილოტი, რომის შედარებით უსაფრთხო ზონაში დაფრინავდა. და არა პირდაპირ იმ მახეში, რომელიც უკრაინამ მისთვის მოაწყო.
როგორც უკრაინის კონტროლის რუკის ექს-ანგარიშმა აღნიშნა, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ფრონტიდან უფრო შორს იყვნენ რუსული რუკების გამოყენებით. კიდევ ერთხელ საკუთარი თავდაცვის სამინისტროსავე ხრიკის მსხვერპლი გახდნენ. რა გზაა იმის გასაგებად, რომ შენი ქვეყანა უკრაინაში წარმატებების შესახებ გატყუებდა? მას შემდეგ, რაც კატაპულტირდები და უყურებ, როგორ ინგრევა შენი მრავალმილიონიანი თვითმფრინავი, იგებ, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა თავიდან აეცილებინათ, რომ არა პუტინის უზარმაზარი ეგოსა თუ ილუზიებში დარჩენის სურვილის დაკმაყოფილების საჭიროება. რა თქმა უნდა, ვინც რუსეთის განცხადებებს ყურადღებას აქცევს, იცის, რომ ბრძოლის ველზე მიღწევების გადაჭარბება ახალი არაფერია. პუტინს სურს, რაც შეიძლება მეტი ბერკეტი კონდეს უკრაინაზე მშვიდობის მოლაპარაკებებში. ამიტომ ფრონტის ხაზის მდებარეობის შესახებ ტყუილი მის ინტერესებს ემსახურება. 2025 წლის ნოემბერში მედუზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილმა რუსმა სამხედრო კარტოგრაფმა რუსეთის მიერ შექმნილი რუკები აბსოლუტურ აბსურდად შეაფასა. რადგან მან ბრალი დასტო მეთაურებს რუკების გალბებას გაღალბებაში, რათა მიღწევები გადაემეტებინათ. ომის შესწავლის ინსტიტუტმაც იგივე განცხადება გააკეთა 2026 წლის მაისშიც კი. აღნიშნავს, რომ ვერ იპოვა მტკიცებულება იმ წარმატებების შესახებ, რომლებიც რუსეთმა მაისში თავისად გამოაცხადა. რაც მიუთითებს, რომ რუსეთი თითქოს ცდილობს წარმოაჩინოს. თითქოს 1-2 დივერსანტის უკრაინულ პოზიციაზე შეპარვა იგივეა, რაც ამ პოზიციის სრულად დაკავება. და თვით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ რუსი მეთაურები ყალბ-რუკებს ქმნიან, რათა დააკმაყოფილონ უმაღლესი ხელმძღვანელობა, მათ შორის პუტინი. სირსკიმ დაამატა, რომ ეს უკრაინისთვის კარგია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები მოქმედებენ მცდარი ინფორმაციის საფუძველზე. 8 ივლისს რუსის Su-35-ის პილოტმა შესაძლოა ახლახან გაიგო, რამდენად დამაზიანებელია პუტინის სურვილი, რომ უთხრან თითქოს რუსეთი წინ მიიწევს. მართალია თუ არა რუკის ამბავი, უკრაინამ რუსეთს ძალიან დროული შეხსენება გაუგზავნა. თუნდაც საუკეთესო რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავებიც კი არ არიან უსაფრთხოდ, თუ ფრონტიდან 50 კილომეტრზე ახლოს მივლენ. ასეთი დიდი საფრთხე ელოდება. ამ შემთხვევაში ეს იყო ბრწყინვალედ კოორდინირებული ჩასაფრება, რომელმაც როგორც ჩანს, რუსეთის უმაღლესი სარდლობის ტყუილებით ისარგებლა. შემდეგ ჯერზე შეიძლება ეს იყოს დრონი ან საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსულ თვითმფრინავს ციდან ჩამოაგდებს. აი რატო ვერ იყენებს რუსეთი თავის ბევრად უფრო დიდ საჰაერო ძალებს, სრულად შეჭრისას. უკრაინა უბრალოდ ძალიან კარგად უმკლავდება ყველაფერს, რასაც რუსეთი მის წინააღმდეგ ცდილობს. და უკრაინას ასევე აქვს უნარი წამებში ბრწყინვალეობიდან სისასტიკეზე გადავიდეს. უკრაინაში არის რეგიონი, სადაც ყველაზე ძლიერი დერუსიფიკაციის მანქანა გააქტიურდა. დაუჯერებლად დაწევლილია. ნებისმიერი რუსი, ვინც ამ რეგიონში შედის, ხვდება, რომ აქ რაღაც უცნაური ხდება. ზაფრის მონგრელი, ძლიერი, ცაში და მიწაზე მანქანები ნადირობენ. და ისინი, ვინც ფრონტის უკან არიან, იციან, რომ მათი წიმყოფი თანამებრძოლები აღარასოდეს დაბრუნდებიან. ეს უკრაინაში ყველაზე მეტად ნადირობის ქვეშ მოქცეული ადგილია. მოგესალმებით ჯოჯოხეთში, პუტინის მარიონეტებო. აქედან ცოცხალი ვერავინ გადის. დაწყევლილი რეგიონი პოკროვსკია და უკრაინის დიდი გეგმაა შექმნას უზარმაზარი სასიკვდილო ზონა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრზე ან მეტზე ვრცელდება. ეს ეხება სიკვდილის მოტანას და რუსეთის ლოგისტიკის განადგურებას რეგიონში. როგორც უკრაინის 7E საჰაერო სადესანტო კორპუსის მეთაურმა იევგენ ლასეჩუკმა ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოცემა მილიტანტთან განაცხადა. ლასეჩუკის თქმით, მიზანია მოწინააღმდეგის მოძრაობის შეჩერება ფრონტის უკან, ლოგისტიკის საშუალო რადიუსის დრონებით განადგურებით. მაშინ, როცა ფრონტის ხაზთან ახლოს, FPV დრონებით სავსე სასიკვდილო ზონა კვლავაც ანადგურებს რუს ჯარისკაცებს, რომლებიც პოკროვსკის მიმართულებით შეტევას იწყებენ. დაწევლილი აცკი აღწევს იმას, რაც რუსეთს ელის. ციდა სიკვდილი თავს დაატყდება პოკროვსკის იმ უბნებში, სადაც რუს ჯარისკაცებს ეგონათ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. ლასეჩუკი ამბობს, რომ ოკუპანტები ცდილობენ პოკროვსკი გადააქციონ ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც საშუალებას მისცემს უფრო ღრმა შეტევებს დონეცკის რეგიონში. ამიტომაც არის ლოგისტიკური ბლოკადა. და თუ ყურადღებას აქცევდით იმას, რასაც უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდა, მიხვდებით, რომ ამ სასიკვდილო ზონის გაფართოება ლოგისტიკის სამიზნედ ქცევით ახალი იდეა ნამდვილად არ არის. უკრაინა ამას აკეთებს მას შემდეგ, რაც შეიმუშავა საშუალო მანძილის ახალი თაობის დრონები, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრზე მეტ მანძილზე დარტყმის უნარს ფლობენობენ. უკრაინამ ამ კამპანიას ოფიციალური სახეც კი მისცა. 27 მაისს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა თავისი ლოგისტიკის ბლოკირების პროგრამის შექმნა. ომის ფარგლებში უკრაინა $100 მილიონ მეტს ჩადებს ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინული დანაყოფებისთვის საშუალო მანძილის დარტყმის დრონების შესყიდვაში. ეკულათა სისტემის გამოყენებით დაფინანსება გადაეცემა ყველაზე წარმატებულ ბრიგადებს, რაც მათ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო გააძლიერონ თავიანთი წარმატება საშუალო მანძილის დარტყმებით, რომლებიც რუსულ ლოგისტიკას აზიანებს. ეს არის უფრო ფართო გეგმა. პოკროვსკში ლასეჩუკი აშკარად აპირებს ისარგებლოს ამ პროგრამით და შექმნას დიდი განადგურების ზონა, რაც ქალაქს რუსებისთვის ლოგისტიკურ ჰაბად გამოყენებას ურთულებს. ლასეჩუკი შთაგონებას მიიღებს იმით, რაც ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამამ უკვე მოახერხა ოკუპირებულ კირიმში. ამ ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტია, ასევე მორიგეობითი ელექტროენერგიის გათიშვები, რომლებიც გამოწვეულია ყირიმის ელექტროსადგურებზე თავდასხმებით. ხიდებს მთლიანად ანადგურებენ ბომბებით, ხოლო იარაღისა და მომარაგების კოლონებს ანადგურებენ მანამდე, სანამ ისინი ყირიმამდე მიაღწევენ.
ლასიჩუკის მიზანი პოკროვსკში 100 კილომეტრიან სასიკვდილო ზონასთან დაკავშირებით საბოლოოდ იგივე იქნება. გადააქციოს პოკროვსკი უკაცრიელ მიტოვებულ ქალაქად, სადაც არავინ გაბედავს შესვლას. რადგან ეშინიათ, რომ უკრაინული დრონი მათ მტრად აქცევს, სანამ ფრონტის ხაზთან მიახლოვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია პოკროვსკისკენ მიმავალი საბრძოლო მასალის, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეჩერება, მაგრამ განსაკუთრებით ცოცხალი ძალაა ის, ვისაც ლასიჩუკი მიზანში იღებს. მისი თქმით, რუსეთის მთავარი ტაქტიკაა ხალხის შეყვანა პოკროვსკში და შემდეგ მათი უფრო ღრმად დონეცკის მიმართულებით შეღწევა, ხშირად სულ ორკაციან ჯგუფებადაც კი. ეს შეღწევის სტრატეგია ახალი არაფერია. რუსეთი მას 2025 წლიდან იყენებს, რადგან უკრაინის FPV დრონებმა მასშტაბური მექანიზებული შეტევების სისხლიან ბრძოლებად აქცია, რაც მეტალშიც და ცოცხალ ძალაშიც უფრო ძვირი უჯდება რუსეთს, ვიდრე შეუძლია გაუძლოს. ამიტომ შეღწევი ჯგუფები ჩუმად შედიან. ისინი რეალურად ტერიტორიას არ იკავებენ. ისინი იკავებენ მცირე ნაწილებს, იმალებიან და ელოდებიან დახმარებას, რომელიც ხშირად არასდროს მოდის. მაგრამ ამ სტრატეგიის უკან მიზნები დგას. როცა რუსეთი მალულად აგზავნის შემღწევებს, ამ მიღწევას, როგორც არ უნდა იყოს, იყენებს პროპაგანდისთვის. პუტინი შეიძლება ლაპარაკობდეს იმაზე, როგორ დაიკავა რუსეთმა ტერიტორია, მაშინ როცა სინამდვილეში იქ მხოლოდ რამდენიმე ჯარისკაცი ხავს დამალული. ამის გარდა ეს შეღწევა მიზნად ისახავს უკრაინის გადაძაბვას. არ არსებობს ერთი ფრონტი. ამის ნაცვლად ათეულობით სამალავი უნდა მოიძებნოს და განადგურდეს. რუსეთი ამ შეღწევის სტრატეგიას ავითარებს. ივნისში Forbes-მა დაწერა, რომ რუსი შემძვრელები ახლა მაქსიმალურად ღრმად შედიან სასიკვდილო ზონებში. ისინი ქმნიან წინა პოსტებს, საიდანაც შეუძლიათ დრონების გაშვება უკრაინული ძალების წინააღმდეგ. მათი მარაგები რა თქმა უნდა შეზღუდულია. როცა დრონები ამოიწურება, შემძვრელებს აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ისხდნენ და დაელოდო. მაგრამ ის ქაოსი, რასაც ისინი იწვევენ, საკმარისია უკრაინისთვის სერიოზული პრობლემების შესაქმნელად. პოკროვსკში არსებული 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის შექმნილი. ლასიჩუკი ამბობს, რომ ეხლა უკრაინის მიზანია გაანადგუროს შემოჭრილები მაშინ, როცა ისინი ჯერ კიდევ უკანა ხაზზე არიან თავმოყრილნი და არ მისცეს საშუალება მიუახლოვდნენ ფრონტს და სცადონ შეღწევა. სწორედ აქ ერთვება 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა. საშუალო მანძილის დრონების, რეაქტიული артиლერიისა და შორ მანძილზე მოქმედი ლულიანი артиლერიის კომბინაცია ციდან სიკვდილს დაატეხს პოკროვსკს, გაანადგურებს ჯარისკაცებს, მარაგებსა და ლოგისტიკურ მარშრუტებს. წარმოიდგინე, რომ ახლა რუსი ჯარისკაცი ხარ. ამ ამბებიდან არც ერთი არ გექნება მოსმენილი. შენი მეთაურები მაქსიმალურად გიმალავენ ინფორმაციას, რადგან იციან, რომ უნდა იყო კარგი პატარა ჯარისკაცი, რომელიც ბრძანებებს კითხვების გარეშე ასრულებს. მაგრამ შენ იცი, რომ პოკროვსკი სიკვდილის ზონაა. ამხანაგის შემდეგ უკვე დაიღუპა ქალაქის აღების მცდელობისას და შენ იცი, რომ ფრონტი სავსეა დრონებით, რომლებიც წამში გაგანადგურებენ. მაინც თავს უსაფრთხოდ გრძნობ. ჯერ კიდევ უკანა ხაზში ხარ და ბრძანება, რომ ფრონტზე წინ წაიწიო, ჯერ არ მოსულ. ერთ წამს თავს მშვიდად გრძნობ. და ეს გესმის. დრონის ბზუილი. ერთ წამს ფიქრობ, რომ სადღაც ახლოს დრონების დანაყოფი უშვებს უპილოტო აპარატებს უკრაინული პოზიციების დასაბომბად. მაგრამ შემდეგ აფეთქების ხმა გესმის. მალევე კიდევ ერთი აფეთქება ისმის. შემდეგ კიდევ ერთი. შენზე თავდასხმა იწყება იქ, სადაც თავი უსაფრთხოდ გეგონა, რადგან დრონი ან რაკეტა შენსკენ მოემართება. ეს გააცნობიერე ძალიან გვიან. ეხლა უკრაინის ყველაზე მეტად სამიზნედ ქცეულ ადგილას ხარ და ცოცხალი ვეღარ გამოხვალ. ეხლა მთავარი კითხვა. რამდენი დრო დასჭირდება, სანამ უკრაინას ექნება ეს 100 კილომეტრიანი განადგურების ზონა, სრულად ამოქმედებული. უკრაინა უკვე კარგ გზაზეა, რადგან მე-7 საჰაერო საირიშო კორპუსი, როგორც ჩანს, თითქმის ყველაფერს ფლობს იმისთვის, რომ შექმნას ის, რასაც ლასიჩუკი ამბობს, რომ მალე იქნება. მილიტარნი უწყება, რომ კორპუსმა უკვე შექმნა პერსონალისა და ორგანიზაციული სტრუქტურები, რომლებიც საშუალებას აძლევს მას განათავსოს საშუალო მანძილის დრონები მსუბუქი, საშუალო და მძიმე საბრძოლო თავაკებით, საჭიროების მიხედვით. ეს ჭკვიანურია. ეს ნიშნავს, რომ კორპუსს შეუძლია ამოიცნოს სამიზნეები და განსაზღვროს, რა დონის ცეცხლის ძალა სჭირდება მათ გასანადგურებლად. რომ ის არ დახარჯავს უფრო ძლიერ დრონებს იმ სამიზნეებზე, რომლებიც რამდენიმე კილოგრამი ასაფეთქებლითაც შეიძლება განადგურდეს. 7 ივლისს გავცელდა ინფორმაცია, რომ კორპუსმა მიიღო FP-FP2 დრონების მარაგი და უკვე იყენებდა მათ ოკუპანტების წინააღმდეგ წარმატებული დარტყმების მისაყენებლად პოკროვსკის მიმართულებით. ზუსტად ასეთი ტიპის დრონებია საჭირო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი მასშტაბის განადგურების ზონა, როგორცაც ლასიჩუკი ამბობს, რომ მალე იქნება. ახლა მაისის განახლების შემდეგ შეუძლია 200 კილოგრამიანი საბრძოლო თავაკის გადატანა. ეს დრონები დამზადებულია Firepoint-ის მიერ და შეუძლიათ 370 კილომეტრამდე მანძილზე ფრენა, მძიმე ტვირთის გადატანისას. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს იქნება ის დრონები, რომელსაც მე-7 საჰაერო საშეტევი კორპუსი გამოიყენებს ხაზის მიერ მამყოფი გამაგრებული სამიზნეების გასანადგურებლად. სავარაუდოდ სხვა საშუალო რადიუსის დარტყმის დრონების დაემატება კორპუსის არსენალს. ან უკვე ჩამოსულია და ჯერ ამის შესახებ ჯერ არ საჯაროდება ინფორმაცია. თავი დასკვნა ისაა, რომ მე-7 საშეტევ კორპუსს უკვე აქვს საშუალო რადიუსის დარტყმის დრონები. ასე რომ 100 კილომეტრიანი განადგურების ზონა უკვე აქტიურია. თუნდაც ის ჯერ ისეთი ფართო არ იყოს, როგორც ლასადრუკი ამბობს, რომ გახდება. აი რა ელოდება ოკუპანტებს პოკროვსკის რეგიონში. უკრაინა აპირებს შექმნას მრავალფენიანი განადგურების ზონის სტრუქტურა, რაც რუსეთს უკიდურესად გაურთულებს პოკროვსკის ლოგისტიკურ ჰაბად გამოყენებას ან ფრონტის ხაზზე წინსვლას. პირველ რიგში გვაქვს განადგურების ზონის ის ტიპი, რომელიც ახლა უკვე ყველასთვის ცნობილია. ფრონტიდან 20 კილომეტრამდე მანძილზე გადაჭიმული ეს ზონა სავსეა FPV დრონებით და სხვა თავდაცვითი საშუალებებით, რომლებიც რუს ჯარისკაცებს ანელებს.
ტანკსაწინააღმდეგო თხილები, მავთულ ხლართები, ნაღმები და ეგრეთ წოდებული დრაკონის კბილები. ეს ყველაფერი შედის იმ თავდაცვაში, რასაც ახლა ტრადიციულ განადგურების ზონას უწოდებთ. გარდა იმისა, რომ ეს თავდაცვა უშუალოდ წინსვლის მცდელობისას რუსი ჯარისკაცების განადგურებას ემსახურება, ასევე შესაძლებელია ჯარისკაცების ისეთ მარშრუტებზე გადამისამართება, რომ ისინი პირდაპირ ხაფანგებში მოხვდნენ. ასეთი ტიპის განადგურების ზონები პოკროვსკში არ გაქრება. ისინი უბრალოდ შეუერთდება ახალ განადგურების ზონას, რომელიც ფრონტიდან დაახლოებით 30-დან 100 კილომეტრამდეა განლაგებული, სადაც საშუალო მანძილის დრონები ანადგურებენ მოწინააღმდეგეს. აქ საქმეში ერთვება ისეთი დრონები, როგორიცაა FP2. ისინი დაარტყამენ ლოგისტიკას, სარდლობის პუნქტებს, ჯარის შეკრებებს და სხვა ობიექტებს. შედეგად ფრონტზე შეტევები დასუსტება. 30 კილომეტრიანი განადგურების ზონის ფენა კვლავ შეასრულებს თავის დანიშნულებას, მაგრამ მასზე ნაკლები ზეწოლა ექნება შემომღწევებისგან. თავდაცვა უფრო დიდხანს გაძლევს და ფრონტზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები შეძლებენ თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას, რადგან მათამდე კიდევ უფრო ნაკლები ჯარისკაცი აღწევს. რაც შეეხება რუსეთს, ეს გაფართოებული განადგურების ზონა ერთ რამეს ნიშნავს: დაკარგვები უზარმაზარი რაოდენობით. ეს არის ის ბოლო რამ, რაც რუსეთს ახლა პოკროვსკში, ან უფრო ფართო დონეცკის რეგიონში სჭირდება. რუსეთი ყოველდღიურად კარგავს 1000-ზე მეტ ჯარისკაცს, ხშირად კი 1500-ზე მეტსაც. იმ პერიოდში რუსეთმა სიკვდილით ან დაჭრით 1600 ჯარისკაცი დაკარგა. დონეცკის მიმართულებით წინსვლაც ცუდად მიმდინარეობს. კიდევ მანამდე, სანამ 100 კილომეტრიანი პოკროვსკის სასიკვდილო ზონა შეიქმნება, რუსეთის ძალებს დონეცკში თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე 400-ზე მეტი ჯარისკაცის მსხვერპლად გაღება უწევთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების უკვე ყოფილი მთავარსარდლის თქმით. ოლექსანდრ სივსკი, როგორც RBC უკრაინა იუწყება. კრება, 14 ივლისს. ახალი პოკროვსკის სასიკვდილო ზონა ამ მაჩვენებლებს რუსეთისთვის კიდევ უფრო გააუარესებს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ჯერ არ შევხებივართ. ნუ თუ რუსეთმა უკვე არ აიღო პოკროვსკი და თუ მართლაც აიღო, როგორ შეძლებდა უკრაინა ამ რეგიონში სასიკვდილო ზონის შექმნას? ამ კითხვებს მალე უპასუხებთ. ასევე აგიხსნით, რას ნიშნავს სინამდვილეში 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჩვენ სახზე ახალ ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინებების ჩართვა, რომ ჩვენი ვიდეოები მაშინვე ნახოთ, როგორც კი გამოქვეყნდება. მაშ, პოკროვსკი. რუსეთმა მართლაც განაცხადა, რომ ქალაქი აიღო და აქ მთავარი სიტყვა განაცხადა. უკვე დეკემბერში რუსეთმა განაცხადა, რომ პოკროვსკში უკრაინის თავდაცვა გაარღვია და ქალაქის აღება ოფიციალურად გამოაცხადა. ეს განცხადებები საერთოდ დაემთხვა 2025 წლის ბოლოს გამართულ ახალ მოლაპარაკებებს მშვიდობის შესახებ და მალე ნათელი გახდა, რომ რუსეთი პოკროვსკთან დაკავშირებით ითხოვებოდა, რათა ამ მოლაპარაკებებზე უპირატესობა ჰქონოდა. პუტინის საბოლოო მიზანია მთელი დონეცკის დაპყრობა და თითქოს და მნიშვნელოვანი ქალაქი დაეცა, ეს მისცემდა მას არგუმენტს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა, თითქოს დონეცკის თავდაცვა აუცილებლად დაინგრეოდა. რუსეთს პოკროვსკი დეკემბერში არ დაუკავებია, თუნდაც სულ ახლა ხას, 18 მაისს. უკრაინას ჯერ კიდევ ეკავა პოზიციები ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა ეს პოზიციები ნელ-ნელა იზოლირდებოდა. უკრაინის მდგომარეობა ნამდვილად არ არის კარგი პოკროვსკში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ქალაქზე, რომელიც რეგიონს სახელს აძლევს. მაგრამ სწორედ ეს არის მთავარი. პოკროვსკი მხოლოდ ქალაქს არ ნიშნავს. ეს გულისხმობს მთელ რეგიონს, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ უნდა გაიაროს, რათა დონეცკის მიზნები განახორციელოს. ბრძოლები პოკროვსკში კვლავ მძვინვარებს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურ შეტევებს ექვემდებარება, რასაც რუსეთი მთელი ფრონტის ხაზზე ახორციელებს. 20 ივლისს მეცმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 186 შეტაკება გამოიწვია, მათ შორის 25 შეტევა პოკროვსკის მიმართულებით განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ მთელი ფრონტის მასშტაბით განხორციელებული ყველა შეტევის მერვედზე მეტი ერთ რეგიონზეა კონცენტრირებული. UN-მა პოკროვსკის მიმართულებით შეტევების რაოდენობა ოდნავ ნაკლებად 22-ად დაასახელა, თუმცა დაამატა, რომ 3 საბრძოლო შეტაკება ამჟამადაც მიმდინარეობს. ასევე აღინიშნა, რომ რუსეთმა პოკროვსკის რეგიონში რამდენიმე დასახლება, მათ შორის ტორეცკა, მირნო და ნოუპავლივკა დაარტყა. აქ რასაც ვამბობთ ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოკროვსკის ქალაქი თითქმის დაეცა, მთლიანად რეგიონი ჯერ კიდევ საომარი ზონაა და რუსეთი კვლავაც იმავე ხრიკებს იყენებს ამ საომარ ზონაში. რუსეთის კამპანიის შესახებ 18 ივლისის ანგარიშში ომის კვლევის ინსტიტუტმა, ანუ ISW-მ განაცხადა, რომ რუსეთი კვლავაც აჭარბებს თავის მიღწევებს და აცხადებს, რომ აიღო დასახლებები, რომლებიც რეალურად არ უკავია. ზუსტად ისე, როგორც პოკროვსკში 2025 წლის დეკემბერში მოიქცა. მაშ რა ხდება სინამდვილეში პოკროვსკში? რუსეთის უკიდურესად ნელი და დამღლელი წინსვლა, რომელიც ცდილობს საბოლოოდ გაარღვიოს რეგიონი, რათა შემდეგ დობროპელიისკენ დაიძრას. ეს რეგიონი შემდეგ გახდება კარიბჭე, სლოვიანსკისა და კრამატორსკის ციხესიმაგრის ზოლის ქალაქებისკენ, რომლებიც დაახლოებით 50 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს. და სწორედ ამ პროცესის შეჩერებაში ხდება 100 კილომეტრიანი განადგურების ზონა. მართლაც მნიშვნელოვანი. პოკროვსკი უკვე ჭაობად იქცა, სადაც რუსულ ჯარებს ძლივს შეუძლიათ წინ წასვლა და ამასაც დიდი დანაკარგის ფასად ახერხებენ.
პოკროვსკში განადგურების ზონის გაფართოებით უკრაინას შეუძლია კიდევ უფრო შეანელოს ეს წინსვლა. რაც მას მეტ დროს აძლევს, რომ კიდევ უფრო გაამაგროს უკვე ძლიერი ციხესიმაგრის ზოლი. შეიძლება პოკროვსკში კონტრშეტევების შესაძლებლობებიც კი გაჩნდეს, რაც გამოწვეული იქნება რუსეთის უკანა ხაზის დასუსტებით, რასაც ამ რეგიონში საშუალო რადიუსის დრონების შემოყვანა გამოიწვევს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ უკრაინა შეძლებს ქალაქის დაბრუნებას, მაგრამ მას შეუძლია ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთების გათავისუფლება, რომლებსაც შემდეგ გაამაგრებს და გამოიყენებს, რათა კიდევ უფრო გააფართოოს განადგურების ზონები. უკრაინამ კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს. 6 ივლისის ანგარიშში უკრაინის ახალმა ხმამ განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი გეგმა პოკროვსკისთვის არის მისი გადაქცევა სარდლობისა და ლოგისტიკური ცენტრად, უფრო ჩრდილოეთით განლაგებული თავისი ჯარების დაჯგუფებისთვის. კიდევ ერთხელ იქნა ნახსენები გამაგრებული ქალაქების სარტყელი, განსაკუთრებით კი ქალაქები კრამატორსკი და სლოვიანსკი. ამის მისაღწევად 7 საჰაერო სადესანტო კორპუსის წყარომ განუცხადა გამოცემას. რაც ყველაზე მეტად აკეთებენ რუსები ეს არის ის, რომ ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ძალა და რესურსი ჩართონ პოკროვსკში. იმ დროს შეტევების შენელების ფონზე. ოფიცერმა გააგრძელა. რესურს თავისი დაჯგუფების შტაბი პოკროვსკში განავსკში განათავსოს. ზოგიერთი თვალსაზრისით ეს ლოგიკურადაც კი გამოიყურება. თუ უფრო დასავლეთით გაიხედავთ, იქ დიდი ქალაქები აღარ არის. შემდეგი უკვე პავლივკაა. ერთი მხრივ რუსეთისთვის ამ ცენტრის შექმნის შესაძლებლობის მიცემა უკრაინისთვის ცუდი ამბავია. მაგრამ ამ ჯარების თალმოყრაში პოკროვსკში უკრაინა შესაძლებლობას ხედავს. პოკროვსკი შედარებით პატარა ქალაქია. იქ შეკრებილ ჯარებს ბევრი წასასვლელი არ აქვთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალაქის დიდი ნაწილი ახლა ნანგრევებშია. ეს მათ იდეალურ სამიზნედ აქცევს შუა შეტევის გაქცევს შუაში კამპანიისთვის. პოკროვსკის სასიკვდილო ზონის 100 კილომეტრამდე გაფართოებით. უკრაინა სარგებლობს იმით, რომ პოკროვსკი ერთადერთი ქალაქია მრავალი კილომეტრის მანძილზე, რომელსაც რუსეთი იყენებს როგორც ლოგისტიკურ ცენტრს, რაც საშუალებას აძლევს უფრო ღრმად შეიჭრას დონეცკში. ლოგისტიკური უპირატესობები, რომლებიც პოკროვსკს ამდენი ხანი ღირებულ ქალაქად აქცევდა, ეხლა რუსეთისთვის პრობლემად იქცა. შესაძლოა უკრაინას აქვს გარკვეული წარმოდგენა, რომ მომავალში ამ სტრატეგიის გამოყენებით პოკროვსკის გათავისუფლებას შეძლებს. მაგრამ საბოლოო ჯამში 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა ამ დერუსიფიკაციის მცდელობაზე არ არის კონცენტრირებული. ჯერ არა. სინამდვილეში ყველაფერი დანარჩენი დონეცკის დაცვას ეხება იმისგან, რასაც რუსეთი ცდილობს მიაღწიოს. მიუხედავად ნელი წინსვლისა და გიჟური დანაკარგებისა, პუტინი არ აპირებს დონეცკის დამხობის მცდელობას შეეშვას. მას სჯერა, რომ რუსეთი ამ რეგიონში იმარჯვებს. როგორც ამას ადასტურებს მისი 4 ივნისის განცხადებები, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის წილი დონეცკში 25%-დან 15%-მდე შემცირდა. კიდევ ერთხელ, ეს გადაჭარბებულია და ეფუძნება მცდარ განცხადებებს დასახლებების აღების შესახებ და რუსეთის მიდრეკილებას. იმოქმედოს ისე თითქოს ტერიტორია უკვე დაკავებულია, როგორც კი შეღწევის ჯგუფი შევა. მაინც სანამ პუტინი ფიქრობს, რომ რუსეთი დონეცკში იმარჯვებს, მშვიდობის მოლაპარაკებები არ იქნება. ბლუმბერგმა ამის შესახებ 22 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ კრემლთან დაახლოებულმა ორმა პირმა მედიას უთხრა, რომ პუტინს არ აქვს მშვიდობის მოლაპარაკებებში დაბრუნების განზრახვა, სანამ დონეცკი რუსეთის კონტროლის ქვეშ არ იქნება. ამ წოდნის ფონზე უკრაინის ამოცანა მარტივია. უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა დონეცკი არ აიღოს. საუკეთესო გზა ამის მისაღწევად არის ისეთი ფართო სასიკვდილო ზონების შექმნა, რომ დონეცკის აღების ფასი რუსეთისთვის აუტანლად მძიმე გახდეს. ზუსტად ამას ემსახურება პოკროვსკში არსებული ბული, 100 კილომეტრიანი სასიკვდილო ზონა. უკრაინა მიზნად არის ახავს ტერიტორიების გათავისუფლებას. ეს შეიძლება მოგვიანებით მოხდეს. მისი მიზანია რუსეთის გამოფიტვა, რომ რუსეთმა თითოეული წინსვლის კილომეტრი თავისი ჯარისკაცების სისხლითა და ტექნიკის საწვავით გადაიხადოს. შეიძლება უკვე ხედავდეთ იმ გავლენას, რასაც ეს ახალი სასიკვდილო ზონა ახდენს. სლოვიანსკის, დობროპელიას და კონსტანტინიუსკის სექტორებში, დონეცკის რეგიონში. რუსეთმა მხოლოდ 17.33 კვადრატული კილომეტრით შეძლო წინსვლა 20 ივლისამდე. არსებულ კვირაში, წინა კვირაში მათ 26.7 კვადრატული კილომეტრის წინსვლა შეძლეს. ეს არის ის, რაც უკრაინას სურს დაინახოს. შენელება იმ რეგიონებში, რომლებსაც პოკროვსკის ლოგისტიკური ჰაბი უნდა ემსახურებოდეს. როდესაც უფრო მეტი საშუალო რადიუსის დრონი დაფრინავს და პოკროვსკში ქაოსი შეიქმნება, ეს შენელება ჩიხში გადაიზრდება, სადაც რუსი ჯარისკაცები იღუპებიან როგორც ფრონტზე, ასევე პოკროვსკის შიგნით. პოკროვსკი ახლა უკრაინის დრონებისთვის ნადირობის ველად იქცევა. FPV და საშუალო რადიუსის დრონები ერთიანდებიან ფენოა სტრატეგიაში, რომელიც იმ ადგილს, სადაც 2025 წელს რუსეთის ყველაზე დიდი ყალბი გამარჯვება უნდა ყოფილიყო, პუტინის ნებისმიერი ჯარისკაცისთვის დაწყევლილ ზონად აქცევს. 2022 წლის მაისის დასაწყისში უკრაინის ხარკივის რეგიონში სოფელ სტურის ტურისოლტივთან ახლოს განადგურებულ გზის მონაკვეთზე რუსული ჯავშან ტექნიკის კოლონა წინ მიიწევდა, რომელსაც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ტანკი T-90 მიუძღოდა. ეს იყო მოსკოვის საჩვენებელი ნიმუში. თანამედროვე საბრძოლო ტანკი, ახალი კოშკურით, ციფრული ცეცხლის მართვის სისტემით და რეაქტიული ჯავშნის ფენებით, რომლებიც მის კორპუსზე იყო მიმაგრებული. რუსულმა სახელმწიფო მედიამ თითქმის ხელშეუხებლად გამოაცხადა იგი და დასავლური ჯავშან ტექნიკის პირდაპირ პასუხად წარმოაჩინა. მაგრამ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლებმა, რომელთა უმეტესობა არც კი იყო პროფესიონალი სამხედრო, როგორც ჩანს, მათ ეს შეტყობინება არ მიუღიათ. წამში მოხდა ყველაფერი და თუ თვალს დაახამხამებ, გამოტოვებ. შეტევა.
T-90M ცეცხლმოკიდებულ ნანგრევად იქცა იარავის წყალობით, რომელიც ფაქტობრივად მეტალის მილი იყო, სიგრძით ძლივს 1 მეტრი, რომელიც უშვებს არამართული ჭურს. თითო გასროლა დაახლოებით $3,000 ღირს და ის ეფუძნება კონსტრუქციას, რომელიც პირველად 1948 წელს მიიღეს შეიარაღებაში. ეს არის შვედური წარმოების კარლ გუსტავის უკუცემო თოფი. ASHS-ში ცნობილია როგორც M3 მრავალფუნქციური, ანტიტანკური და ანტიპერსონალური იარაღის სისტემა, ანუ MORS-ი. მოდით ვნახოთ, როგორ აქცევს 80 წლის უკუცემის გარეშე მოქმედი თოფი რუსეთის საუკეთესო ჯავშანს ჯართად და როგორ ცვლის ეს ნელ-ნელა თანამედროვე ომის დოქტრინას. თოფი მხოლოდ ერთი ნაწილი იყო ცვალებად სურათში, როდესაც გადამწყვეტი გასროლა განხორციელდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პოსტით X-ზე ტერიტორიული თავდაცვის ჯარებმა ჯერ ტანკის თანმხლები კრეითი ძალებით ყვიან ფქვევის ცეცხლით ჩამოაცილეს. შემდეგ კი მანქანა RPG-7-ით დააზიანეს, რაც როგორც ჩანს მის კოშკურას გაჭედა. მხოლოდ ამის შემდეგ დაასრულა საქმე კარლ გუსტავმა. ექსპერტმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ გადამწყვეტი დარტმა შესაძლოა ტანკის საკუთარი საბრძოლო მასალის აფეთქება ყოფილიყო. ერთმა ღია წყაროს შეფასებამაც კი დაუშვა შესაძლებლობა, რომ დაზიანებული ტანკი რუსებმა დაასრულეს, რათა მისი ხელში ჩაგდება არ მომხდარიყო. როგორც არ უნდა იყოს, უკრაინელები იმდენად კმაყოფილები დარჩნენ შედეგით, რომ თავიანთ პოსტში მადლობა გადაუხადეს შვედეთის მეფე კარლ 16-ის გუსტავს და მის ხალხს ამ იარაღისთვის. დაფიქრდით ამაზე. IAP მხარზე სატარებელი შვედური ბაზუკას მსგავსი იარაღი იყო ის, რაც უკრაინამ გამოიყენა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტანკის გასანადგურებლად. სინამდვილეში რამდენიმე დრეში მეორე T-90M-ის განადგურებაც ამავე მეთოდით დაფიქსირდა იმავე ქალაქის მახლობლად. ახლა თუ ამ ერთ შეტაკებას გავცდებით, ეს ტენდენცია კიდევ უფრო ნათელი ხდება. ომის განმავლობაში ღია წყაროების მონიტორინგის ჯგუფებმა, როგორიცაა ORIX-ის პროექტი, ვიზუალურად დაადასტურეს 2026 წლის ივლისისთვის 150-ზე მეტი T-90M-ის დაკარგვა, ასევე ათასობით ძველი რუსული ტანკის განადგურება. და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ იარაღს არ შეუძლია ეს მაჩვენებელი საკუთარ თავზე მიიწეროს, უკრაინისთვის მიწოდებული მხარზე სატარებელი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები ამ შედეგის ცენტრშია. დოქტრინა, რომელმაც ისინი მომაკვდინებელი გახადა, რთული არ ყოფილა. სწორედ ამიტომაც იმუშავა. რუსული ჯავშანტექნიკის კოლონებთან პირდაპირ შეტაკების ნაცვლად, უკრაინელი ქვეითები პატარა ჯგუფებად გაიფანტნენ და იმ მარშრუტებზე დაიცადეს, რომლებსაც ჯავშანტექნიკა ვერ აცდებოდა. ხის ზოლები, ხიდები, ქალაქებში შესასვლელი ვიწრო გზები. ისინი აძლევდნენ ჯავშანტექნიკას ცენტრში შესვლის საშუალებას. შემდეგ კი გვერდიდან ან უკნიდან ურტყამდნენ, სადაც თუნდაც თანამედროვე ტანკი დაუცველია და ტერიტორიის დატოვებას ასწრებდნენ, სანამ საპასუხო ცეცხლი დაიწყებოდა. კარლ გუსტავი სწორედ ასეთი ბრძოლისათვის შეიქმნა, რადგან გზაზე მყოფი ტანკი იშვიათად არის მარტო. რადგან ქვეითი მის უკან იმალება. გამშვები აპარატი უშვებს მაღალი აფეთქების ანტიტანკურ, ანუ ჰითის ჭურვს მანქანისკენ, რომელიც აფეთქებს ფრაგმენტაციის ჭურვს და აფეთქებით აზიანებს ტანკის უკან მიმავალ ჯარისკაცებს. ერთი იარაღი ორი კატეგორიის სამიზნე, რამდენიმე წამის ინტერვალით. ამ იარაღების ეფექტურობის რეალური წყარო არავინ სხვაა, თუ არა ადგილზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინული სამხედრო საინფორმაციო საშუალებებისთვის ინტერვიუში საუბრობდნენ. უკრაინელი არტილერისტები საუბრობენ იმაზე, რომ ისინი მხოლოდ 5 ჭურვი მიაქვთ. 4-ს დამხმარე ატარებს, ერთს კი თავად მსროლელი. ისინი ამტკიცებენ, რომ 5 ჭურვი ჩვეულებრივ საკმარისია, რადგან ასეთი ზუსტი იარაღისთვის საბრძოლო მასალის მთელი სატვირთო არ არის საჭირო. მხოლოდ სწორი ჭურვი და დისციპლინა, რომ საჭირო მომენტს დაელოდო. ისინი საუბრობენ, რომ ბრძოლის ქაოსში მექანიკურ მხარეს ამჯობინებენ ოპტიკურს, რადგან ოპტიკას გასწორება სჭირდება, ხოლო გასწორებას დრო, რომელიც მათ არ აქვთ. ისინი საუბრობენ ორკაციან ვარჯიშზე. ერთი ჯარისკაცი მხარზე იდებს მილის, ხოლო მეორე უკნიდან ტენის მას. და იმ კაცრ წესზე, რომ გასროლისას არავინ უნდა იდგეს უკანა მხარეს 2 მეტრზე ახლოს, რადგან უკუცემის გარეშე იარაღის უკნიდან გამოსული ნაკადი სასიკვდილოა. უკრაინელებმა ასევე თითქმის გაკვირით ისაუბრეს წონაზე, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია ვიდრე თავიდან ჩანს. M2 კარლ გუსტავი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო თავდაპირველად ფართოდ გავრცელებული მოდელი. 1960-იანი წლებიდან იწონიდა 14.2 კილოგრამს. მისი შემცვლელი M3, რომელიც როგორც ჩანს თავდაპირველად გაიგზავნა უკრაინაში კანადიდან, ამ წონას 10 კილოგრამამდე ამცირებს. ხოლო უახლესი მოდელი M4 მხოლოდ 6.6 კილოგრამს იწონის, რაც წინა მოდელზე მესამედით ნაკლებია. იმის გასაგებად, თუ რატომ მუშაობს ეს იარაღი, უნდა დავიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი სიტყვით ხვით. მის სახელში, რომელიც ხშირად გამოტოვებულია. უკუცემის გარეშე. როდესაც ჩვეულებრივი ქვემეხი მძიმე ჭურს ისვრის, უკუცემა ადამიანს მხარს გაუტეხდა. კარლ გუსტავი ამ პრობლემას ფიზიკის მეშვეობით აგვარებს და არა ელექტრონიკით. გასროლის მომენტში პროპელენტის აირის ზუსტად გამოთვლილი ნაწილი გამოდის ლულის უკანა მხრიდან ტონუსის ფორმის ნოზელიდან. უკან მიმართული აფეთქება ქმნის საწინააღმდეგო ბიძგს, რომელიც თითქმის ანულირებს ჭურვის წინსვლით იმპულსს. რაც საშუალებას აძლევს ერთ ჯარისკაცს მხარზე დაიკიდოს ფაქტობრივად პორტატული ქვემეხი და გასროლისას იგზნოს მხოლოდ ძლიერი ბიძგი წინ. მაგრამ იგივე ელეგანტურ გადაწყვეტას ტაქტიკური ფასიც აქვს, რომელიც შეიძლება ყოველწლიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდეს.
უკანა აფეთქება წარმოქმნის მძლავრ კვალს მტვრის, ალი და ჭარბი წნევის სახით და ის ქმნის სასიკვდილო საფრთხის ზონას პირდაპირ მსროლელის უკან. ბრძოლის ველზე, რომელსაც სულ უფრო ხშირად აკვირდებიან დრონები და თერმული კამერები, ეს უკანა აფეთქება არის ანთებული სიგნალი, რომელიც ზუსტად აჩვენებს მსროლელის ადგილმდებარეობას. რის გამოც ეკიპაჟებს ასწავლიან, რომ გაისროლონ და მაშინვე შეიცვალონ პოზიცია. უკუცემის არქონის პრინციპი სწორედ ისაა, რაც ამ იარაღს შესაძლებელს ხდის და ასევე ის, რაც გადარჩენას სწრაფ გადაადგილებაზე დამოკიდებულს ხდის. მეორე კონსტრუქციული არჩევანი, რომელიც კარლ გუსტავს თითქმის ყველა სხვა მსგავსი იარაღისგან გამოარჩევს, არის ის, რომ ლულა თავად ხრახნარჭიანია. ეს ნიშნავს, რომ ლულაში გაკეთებულია სპირალურად განლაგებული ღარები, რომლებიც ჭურს ბრუნვას აძლევენ, როცა ისტოვებს ლულას, რაც მას ფრენისას ამაგრებს ისე, როგორც ბრუნვა ამაგრებს ნასროლ ბურთს ან თოფის ტყვიას. ეს თითქმის ყველა მსგავსი მხარზე სატარებელი იარაღის ტრადიციას ეწინააღმდეგება გასული საუკუნიდან, მათ შორის ამერიკულ ბაზუკას, გერმანულ პანცერშრეკს და ყველგან გავრცელებულ საბჭოთა RPG-ს, რომელმაც 2022 წელს იმავე სახელობის პირველი დარტყმა მიაყენა ტანკს. ეს რაკეტ-სათხორცნები გლუვლულიანია და ეყრდნობა თავად ჭურზე არსებულ ფრთებს, რომლებიც მას ამაგრებს და მიზნამდე მიხავს. თუნდაც ანტიტანკური იარაღის უფრო თანამედროვე ვარიანტებიც კი, როგორც წესი, გლუვლულიან დიზაინს იყენებენ. აშშ-ში 10 წლეულების განმავლობაში იყენებდა M72 LO ერთჯერად რაკეტ-სათხორცეს, სანამ AT-4-ს შემოიღებდა. კიდევ ერთი შვედური დიზაინის ერთჯერადი უკუცემის გარეშე მოქმედი სათხორცნი, რომელმაც თანდათანობით გადაიბარა მძიმე ანტიბრონირებული როლების უმეტესობა, მაშინ როცა LO კვლავ სამსახურში რჩებოდა. მაგრამ ბრუნავი ჭურვი, როდესაც ბრუნავი უკუცემის გარეშე სისტემასთან ერთად, რომელიც საშუალებას აძლევს ჭურს მეტი ანძრავი მუხტი ატაროს, ნიშნავს, რომ კარლ გუსტავს ბევრად მეტი სიჩქარე და სიზუსტე აქვს მანძილზე. ზოგიერთი შედარება აჩვენებს, რომ კარლ გუსტავის ჭურვები ტოვებენ ლულას სიჩქარით, რომელიც რამდენჯერმე აღემატება რაკეტ-სათხორცნისას. პრაქტიკაში კარლ გუსტავის სიზუსტე და სროლის მანძილი 600-დან 700 მეტრამდეა, ხოლო გამოცდილი მსროლელი ბევრად უფრო შორსაც კი აღწევს დიდ უძრავ სამიზნეზე. მაგრამ განსხვავებები აქედან მხოლოდ იზრდება. და თქვენ შეამჩნევთ, რომ ხშირად ვახსენებთ თანამედროვე გამშვებ მოწყობილობებს, როგორც ერთჯერადს. ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ყველაზე გავრცელებულ ანტიტანკურ კონსტრუქციებს სჭირდებათ ერთჯერადი გამშვები მოწყობილობა, როგორც კომპრომისი აპარატის შემცირებისა, რათა ქვეითმა ჯარისკაცმა მარტომ შეძლოს მისი გამოყენება. ეს ეხებოდა არა მხოლოდ პატარა AT-4-ს, არამედ უფრო დიდ ანგლო-შვედურ NLAW-საც, რომელმაც თავადაც დაიმსახურა პატივისცემა ომში თავისი სამსახურისთვის. მხოლოდ მაშინ, როცა ჯაველინამდე მივალთ, სისტემა ხდება ნახევრად მრავალჯერადი. ჯაველინი არის ერთჯერადი რაკეტა, რომელიც ქარხანაში თავსდება გამშვებ მილში. და მთელი ეს მოწყობილობა მაგრდება საკომანდო გამშვებ ერთეულზე, ანუ CLU-ზე, რომელსაც რეალურად მართავს ადამიანი მსროლელი. CLU შეიცავს ოპტიკასა და დამიზნების პაკეტს, რომელიც სამიზნეს ზუსტად აფიქსირებს, ხოლო ჯაველინი შემდეგ იღებს დამიზნების პროცესს საკუთარ თავზე და მსროლელს აძლევს საშუალებას, რომ უკან დაიხიოს, ნამდვილი გაასროლე და დაივიწყე რეჟიმით. კარლ გუსტავი საბრძოლო ველზე მსგავს მოქნიობას სრულიად განსხვავებული გზით აღწევს. მართვადი რაკეტების გამოყენების ნაცვლად, ის აერთიანებს მრავალჯერად გამშვებ მოწყობილობას, სპეციალიზებული ამუნიციის ფართო არჩევანთან. ეს უკავშირდება იარაღის დაახლოებით $20,000 ფასს, კონტრაქტის მიხედვით. და სწორედ ამიტომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი. ეს არის თავად გამშვები მოწყობილობის ღირებულება, თუმცა ამუნიციის ფასი მერყეობს მხოლოდ $500-დან თითქმის $3,000-მდე. და ეს დამოკიდებულია ამუნიციის მახასიათებლებზე. შედარებისთვის, ჯაველინის CLU-ს ფასი $100,000 ბევრად აღემატება და ერთი ჯაველინის რაკეტისა და მილის კომპლექტის ფასი $160,000-დან $170,000-მდე მერყეობს. ფაქტობრივად, ჯაველინის ღირებულება ზედმეტად მაღალია. თუნდაც ერთი ტანკის გასანადგურებლად რამდენიმე კარლ გუსტაფის გამოყენება დაგჭირდეთ. ეს კი გვიყვანს რეალურ მიზეზთან, თუ რატომ გამგაძლო კარლ გუსტაფმა მის ჩასანაცვლებლად შექმნილ ყველა იარაღზე მეთხანს. საოცარი საბრძოლო მასალის ბიბლიოთეკა, რომელსაც 84 მმ-იანი ყუმბარ-მთხორცნი იყენებს და სწორედ აქ აქვს მნიშვნელობა დეტალებს. ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგ მთავარი საბრძოლო მასალა არის HIT 551 და მისი გაუმჯობესებული 551C ვარიანტი. რაკეტით გაძლიერებული ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, რომელიც ეფექტურია დაახლოებით 700 მეტრამდე მანძილზე. რაც იგივეა, რაც ყუმბარ-მთხორცნის ნომინალური სიშორე. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეს ჭურვი დაახლოებით 40 სმ ფოლადს ხრեց. ხოლო თანამედროვე ტანკის წინააღმდეგ, რომელიც რეაქტიული ჯავშნით არის დაფარული, მსროლელი შეიძლება გადავიდეს ტანდემური ქობინის მქონე HIT 751-ზე, სადაც მცირე წინასწარი მუხტი ჯერ აფეთქებს რეაქტიულ ჯავშანს, რაც გზას ხსნის, რომ მთავარმა ფორმირებულმა მუხტმა ტანკის კორპუსში შეაღწიოს. ამის შედეგად ჭურვის გამტარობა 50 სმ-ზე მეტ ჯავშანს აღწევს და ეს უკვე რეაქტიული ფენის შემდეგ და შეზღუდული ურბანული ბრძოლის საჭიროებებისთვის არსებობს სპეციალური ჭურვიც HIT 655.
რომელიც ვიწრო სივრცეებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც უკანა აფეთქების შესამცირებლად სუფთა აირის ნაცვლად მარილიანი წყლის საწინააღმდეგო მასას იყენებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ იარაღი ოთახის შიგნიდანაც კი გამოიყენო. ჩვეულებრივ უკუცემის გარეშე იარაღებს ასეთი შესაძლებლობა არ აქვთ ეკიპაჟის მოკლის გარეშე. ფაქტობრივად ეს საშუალებას იძლევა ჩვეულებრივი შენობის შიგნით ან მის სახურავზე მდებარე პოზიციიდან ანტიტანკური სნაიპერული წერტილი შექმნა. ეხლა ჯავშანთან ბრძოლის გარდა ამ იარაღის ამუნიციის ასორტიმენტი ისე გამოიყურება თითქოს მთელი ქვეით და მხარდაჭერის ასეული 1 მილის შიგნით იყოს მოქცეული. 5DP 502 ორმაგი დანიშნულების ჭურვია, რომელსაც შეუძლია მსუბუქი ჯავშნის, აგურის კედლებისა და ბუნკერების განადგურება. მას აქვს ფიუზი, რომელსაც მსროლელი თავად აკენებს, რომ აფეთქდეს შეხებისთანავე, ან მცირე დაყოვნებით, რათა კედლის შიგნით აფეთქდეს. ASM 509 სპეციალურად სტრუქტურების წინააღმდეგ განკუთვნილი ჭურვია, რომელიც შენობებისა და გამაგრებების დასანგრევად გამოიყენება. ხოლო MT756 იყენებს ტანდემურ მუხტს, რათა შეაღწიოს გამაგრებულ პოზიციაში და გაანადგუროს ის, ვინც შიგნით აფარებს თავს. ADM 401 შეიცავს 1000-ზე მეტ ფლეშეთს, რომლებიც ახლო მანძილზე ღია სივრცეში მყოფი ქვეითების წინააღმდეგ თავდაცვისთვის გამოიყენება. მაღალი აფეთქებადი HE-451 სერიის ჭურვები ფრაგმენტაციას 1 კილომეტრის მანძილზე ისვრის და შეიძლება დაყენდეს საჰაერო აფეთქებაზე, რათა ტრენჩში მყოფი ჯარისკაცების თავზე აფეთქდეს. უახლესი განვითარებაა 451E ან 458 ჭურვი, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს გამოცხადდა. ის მიწოდებული იქნება მთელ მსოფლიოში ისეთი მომხმარებლებისთვის, როგორიცაა აშშ-ის შეიარაღებული ძალები და შვედეთის ნატოს მეზობლები. არსებობს კვამლის ჭურვებიც, რომლებიც გადაადგილებას ფარავს და განათების ჭურვები, რომლებიც ღამის წასანათებს. ამ განვითარების გზის შორეულ წერტილში კი მდებარეობს მართვადი მრავალფუნქციური საბრძოლო მასალა. ლაზერული მართვის ჭურვი, რომელიც ერთობლივად შეიქმნა სააბისა და რეითეონის მიერ. ის პირდება მოძრავი სამიზნეების განადგურებას დაახლოებით 2.5 კილომეტრამდე მანძილზე, რაც ამ ანალოგურ იარაღს ნამდვილ სიზუსტემდე მიხავს და ფასიც უფრო მისაღებია. მოსალოდნელია, რომ მისი ფასი დაახლოებით $80,000 ფარგლებში იქნება, რაც ჯაველინის ფასის დაახლოებით ნახევარია. ამასთანავე უზრუნველყოფს მსგავს გამტარ შესაძლებლობებს და ლაზერული დამიზნებსაშუა საშუალებით სიზუსტეს. ასე რომ, ჯაველინი ანადგურებს ტანკებს და ზოგჯერ გამაგრებულ პოზიციებსაც. კარლ გუსტავი კი ქვეითებისთვის ყველაზე უნივერსალური იარაღია. ეხლა თუ გსურთ მეტი შეიარაღების განვითარების ნახვა შვედეთიდან, აშშ-დან ან სხვა რომელიმე მსხვილი სამხედრო ძალიდან, აუცილებლად გამოიწერეთ სამხედრო შოუ. ჩვენ ვაშუქებთ ყველა სახის იარაღს და იმას, თუ როგორ გამოიყენება ისინი რეალურ ბრძოლებში უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. დაუბრუნდეთ კარლ გუსტავს. მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ეფექტურობა მის მრავალფუნქციურობასა და მრავალჯერად გამოყენებაშია, მას მაინც აქვს რამდენიმე შეზღუდვა. ძველი ჰით ტიპის ჭურვები სერიოზულად უჭირდათ თანამედროვე ძირითადი საბრძოლო ტანკების წინა მხარეს არსებული სქელი კომპოზიტური და რეაქტიული ჯავშნის გარღვევაში. ზუსტად ამიტომ არის, რომ უკრაინაში წარმატებული შეტევები უმეტესად ტანკის გვერდიდან, უკნიდან ან ზემოდან ხორციელდება და სწორედ ამიტომ არსებობს ტანდემური ჭურვებიც. ეს მოქნილობა, რომელიც საშუალებას იძლევა თითქოს შეუსაბამო საბრძოლო მასალა გამოიყენო და მასთან ერთად მიიღო თითქმის გესროლე და დაივიწყის შესაძლებლობები, სწრაფი გადატენო და მარტივი გამოყენება, სწორედ ისაა, რაც ამ შაშხანას 8 წლეულის განმავლობაში ჯავშნის ევოლუციის ფონზე აქტუალურობას უნარჩუნებს. და სწორედ ამიტომაა, რომ კარლ გუსტავი ერთადერთ დარჩენილ ხელით სატარებელ უკუცემის გარეშე შაშხანად რჩება მსოფლიოში. შვედეთის პირველი მცდელობა მხარზე დასადები უკუცემის გარეშე იარაღის შექმნის 20-მიანი ტანკსაწინააღმდეგო შაშხანა 1940-იანი წლების დასაწყისიდან. იყო გამაფრთხილებელი მაგალითი. ეს იყო კონსტრუქცია, რომელსაც ძლივს შეეძლო ომის ბოლოს გამოჩენილი ტანკების ჯავშნის დაზიანება და მხოლოდ მცირე რაოდენობით იყო წარმოებული. ამ წარუმატებლობიდან მიღებული გაკვეთილი იყო ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეგეძლო აგეგო და შეგენარჩუნებინა უკუცემის გარეშე ტანკსაწინააღმდეგო შაშხანა, ბევრად რთული იყო ისეთი საბრძოლო მასალის შექმნა, რომელსაც რეალურად შეეძლო მტრის განადგურება. პატარა მყარი ტყვია აღარ იყო საკმარისი ტანკის წინა მხრიდან დასამარცხებლად და სულ უფრო მეტად საჭირო იყო დიდი ფორმირებული მუხტის საბრძოლო თავკავი. ამიტომ 1946 წელს კონსტრუქტორებმა ეს კონცეფცია 84 მმ-მდე გაზარდეს. ისეთი დიდი, რომ შეეტია სრულფასოვანი კუმულაციური მუხტი. და 1958 წელს ეს იარაღი შვედეთის შეიარაღებაში შევიდა. ამის შემდეგ ეს იარაღი უბრალოდ არ მოძველდა. პირველად საბრძოლო მოქმედებებში შვედეთის გაეროს ძალებთან ერთად კონგოში 1960-იანი წლების დასაწყისში გამოიყენეს. 1982 წლის ფოლკლენდის ომში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ქვეითებმა კარლ გუსტაფები გამოიყენეს არგენტინული კორვეტის დასაზიანებლად და მისი რაკეტსატყორცნები გაანადგურეს. 1960-იანი წლების M2-მა ადგილი დაუთმო. 1990-იანი წლების M3C და 2014 წელს ულტრამსუბუქ M4-ს ტიტანის კომპონენტებისა და ნახშირბადის ბოჭკოს გამოყენებით მისი წონა მნიშვნელოვნად შემცირდა. ის 1000-ობით გასროლას უძლებს, მაშინ როცა M2-ის ლულა დაახლოებით 500 გასროლას ძლევდა. მაშინ როცა M4-ის ლულის რესურსი დაახლოებით 1000 გასროლას შეადგენდა. ამ იარაღის თანამედროვე ბრძოლებში დამკვიდრების ყველაზე ნათელი მაჩვენებელი მისი მომხმარებელი ქვეყნების სიის სიგრძეა. რადგან ის, რაც შვედეთის ეროვნული იარაღად დაიწყო, ახლა ამა თუ იმ ფორმით 40-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. შეერთებული შტატები თავად წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ გადაუსწრო შვედურმა დიზაინმა ადგილობრივ იარაღებსაც კი, სოფლიოში უდიდეს და ყველაზე ცნობილ იარაღის მწარმოებელშიც კი. ამერიკელმა სპეციალური დანიშნულების ოპერატორებმა 10 წლეულების წინ მიიღეს ხელახალი დატენვის შესაძლებლობის მქონე კარლ გუსტაფი. რეგულარულმა არმიამ კი M3 2014 წელს შეიარაღებაში მიიღო და მომდევნო წლისთვის მიზანი იყო, რომ თითოეულ ქვეითთა ოცეულში მაინც ერთი ყოფილიყო, ხოლო უფრო მსუბუქი M4.
მალევე მოხვა. შემდეგ უკრაინაში ომმა სტაბილური ბიზნესი აჟიოტაჟად აქცია. პოლონეთმა 2024 წელს გააფორმა კონტრაქტი, რომელსაც სააბმა თავისი ისტორიაში ყველაზე დიდ სახმელეთო საბრძოლო კონტრაქტად მოიხსენია, რომლის ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარი. და ეს ყველაფერი კარლ გუსტავის შაშხანებზე, საბრძოლო მასალასა და წვრთნებზე დაიხარჯა. იაპონია, ლიტვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები მას შეუერთდნენ. იმავე წელს სააბმა ინდოეთში სპეციალური ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ეს არის მისი პირველი სრულად საკუთრებაში არსებული საწარმო შვედეთის გარეთ და კომპანიამ დაიწყო საბრძოლო მასალის წარმოების გაფართოება. შვედეთმა $100 მილიონი დახარჯა იმ დაახლოებით 9 მილიონი ვაზნის შესაცვლელად, რომელიც უკრაინასა და მოკავშირეებს გაუგზავნა, რათა საკუთარი შემოწირულობები შეეվსო. 80 წლის იარაღი ასეთ მასშტაბზე არ იხარჯება, თუ ის ნამდვილად სასარგებლო არ არის. ეს კი მოგვიყვანს სიაში უფრო ახალ მოვლენებთან. კერძოდ, უკვე ნახსენებ ვაზნასთან, სახელად HE 458, რომელიც გამოიყენება ცეცხლის კონტროლის მოწყობილობასთან ერთად, რომელსაც ეწოდება FCD. FCD 558, თავისთავად HE 458 არის მაღალფეთქებადი ვაზნა და მისი ალტერნატიული სახელწოდება ASHSH, როგორც HE 451E, მიუთითებს, რომ ის პირდაპირ გაუმჯობესებაა ძველ HE 41 ანტიპერსონალურ ჭურთან შედარებით. ის შეიცავს დაახლოებით 4000 ვოლფრამის პელეტს. უფრო მკვრივი და მომაკვდინებელი ფრაგმენტაციისთვის და უკეთესი ეფექტისთვის ჯავშანჟილეტიან მტერზე. რაც მას გამოარჩევს არის ის, რომ მას შეუძლია კომუნიკაცია გამშვებთან. როდესაც ვაზნა ჩასმულია, ვაზნა და მისი გარსის მილი თავად ატყობინებენ საკუთარ დენთის მოხდის ტემპერატურას. შემდეგ მსროლელი შეხავს 3 მიზნემდე მანძილი და ირჩევს ან პირდაპირ შეჯახებას, ან საჰაერო აფეთქებას. ხოლო პატარა ბალისტიკური კომპიუტერი ითვლის ოპტიმალურ გასროლას. ამ ფეთქებელთან კომუნიკაცია ხდება მონაცემთა პროტოკოლით, რომელსაც სააბი Firebolt უწოდებს. ამგვარი წყილობით ვაზნა, როგორც ივწყებიან, შეუძლია მიაღწიოს სამიზნეებს 1.5 კილომეტრზე მეტ მანძილზე და ზუსტად აფეთქდეს თხრილის, კედლის ან ტყვიამფრქვევის ბუდის ზემოთ. ფრაგმენტაციით დაფაროს მტრები, რომლებიც დამალულები არიან. ასე რომ კარლ გუსტავის შესახებ ყველაზე ძველი საჩივარი იყო ის, რომ ის მაინც უბრალო მილი იყო, რომელიც პირდაპირ მიფრინავდა ყველაფერში, რაც მის წინ იყო. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა უკვე ინჟინერიულად აღმოფხვრილია. ეს ანტითხრილის შესაძლებლობა ასევე იწვევს რამდენიმე საინტერესო თეორიას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება ეს იარაღი უკრაინაში 2026 წელს. უკრაინელი ქვეითების წინაშე არსებული ორი ყველაზე რთული პრობლემა არის მტრის ჯარისკაცები, რომლებიც თხრილებში არიან გამაგრებულები, და ჯავშან ტექნიკა, რომელიც ღია სივრცეში მიიწევს წინ. მაგრამ ორივე სწორედ ისა არის, რისთვისაც პროგრამირებადი საჰაერო აფეთქების ჭურვი შეიქმნა. მათზე კუმულაციური ჭურვი უშედეგოა, ხოლო პირდაპირ გასროლა მსროლელს აიძულებს დიდხანს დარჩეს ღია ხედვის ხაზზე, რაც შეიძლება მისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. საჰაერო აფეთქება, რომელიც თხრილის ზემოთ 1 კილომეტრზე მეტი მანძილი დახტება, სრულიად განსხვავებული და უფრო უსაფრთხო გამოსავალია. გაბნეული ქვეითების წინააღმდეგ ის არტილერიას ანაცვლებს. ასე რომ თუ იარაღი უკვე განლაგებულია, ხე 458 და მისი ცეცხლის მართვის მოწყობილობა უკრაინულ ქვედანაყოფებს აძლევს პორტატულ ზუსტ შესაძლებლობას ქვეითების წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვნად ცლის იმას, რისი გაკეთებაც ერთ ანტიტანკურ ჯგუფს შეუძლია. ეს იარაღის დიზაინისა და ბრძოლის ფორმის შორმის შედეგია და ჩვენგან არ მოითხოვს ვივარაუდოთ, ვინ მოითხოვა იგი. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი შესაძლო გადაწყვეტა, რომელიც ბევრად უფრო ფარული და სასტიკია. სააბმა HE 458-ის განვითარება დაახასიათა როგორც მჭიდრო კლიენტებთან ურთიერთობისა და უკუკავშირის შედეგი, ფორმულირება, რომელსაც ის საკუთარ მასალებში ხშირად იმეორებს. ამ მტკიცების შესახებ პირველი პრეს-რელიზი 2022 წლის მაისში გამოვიდა, ხოლო შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა ეს ჭურვები 2021 წლის დეკემბერში მიიღეს. ეს უკვე ძალიან გვიანია იმისთვის, რომ ეს ჭურვი უკრაინის ომში თხრილებში განვითარებულად ჩაითვალოს. თუმცა უფრო ახალი HE 758 ნამდვილად შეესაბამება ამ აღწერას. ის 2026 წლის მაისში გამოცხადდა. HE 758 არის ტანდემური ანტიტანკური ჭურვი და რაც მთავარია, ის HE 751-ის მემკვიდრეა, რომელსაც რეალურად მიაწერენ კარლ გუსტავის მიერ რუსული T-90M-ების პის განადგურებას. აქ მთავრდება ის მომენტი, როცა უკუკავშირის მექანიზმი მხოლოდ მარკეტინგული ფრაზაა და რეალურად ხდება რაღაც, რასაც თვალს ადევნებ. უკრაინელმა ეკიპაჟებმა უკვე დაამტკიცეს HE 751-ის ეფექტურობა რუსულ T-90-ებზე, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ კონტაქტ 5-ით და რელიქტის რეაქტიული ჯავშნით. ზუსტად იმ დაცვით, რომელსაც მოსკოვი ამაგრებს თავის საუკეთესო ტანკებზე. სააბმა ეს შედეგები აიღო და დაიწყო ისეთი ჭურვის ძებნა, რომელიც არა მხოლოდ ერთ რუსულ ჯავშანს, არამედ ყველა მათგანს დაამარცხებდა. მაგრამ ხელით გამეორების ნაცვლად სააბის ინჟინერმა მანქანური სწავლება გამოიყენეს 50000 წინამორბედი დიზაინის გასაანალიზებლად, რათა ეპოვათ კონფიგურაცია, რომელიც ყველა ცნობილ რუსულ რეაქტიულ ჯავშანს დაამარცხებდა. შედეგი იყო არამოქმედი წინამორბედი მუხტი, რომელიც რეაქტიულ საფარს აშორებს ისე რომ მას არ ააქტიურებს და გზას უხსნის მთავარ მუხტს, რომელიც 70 სანტიმეტრამდე ჯავშანს ხრեց. შეგახსენებთ, რომ ადრეული დიზაინი 50 სანტიმეტრის გარღვევას ახერხებდა და გაშვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სააბმა აღიარა, რომ კარლ გუსტავის
სისტემის ადრეულმა გამოყენებამ უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ახალი ვაზნის განვითარებაზე. ეს არის განვითარების ციკლი, რომელსაც შვედეთი იყენებს. უკრაინელი მსროლელი ისვრის კარლ გუსტაფის ვაზნას რუსულ ტანკში. ამ ტანკზე და გადარჩენილებზე არსებული რეაქტიული ჯავშანი მონაცემებად იქცევა. ეს მონაცემები შვედეთში სიმულაციებად გარდაიქმნება. და თუ ცოტა უკან დავიხევთ, კარლ გუსტაფ მხოლოდ მცირე ნაწილია უფრო დიდი ცვლილებისა. შვედეთი გახდა ერთ-ერთი იარაღის მიმწოდებელი, რომლის გარეშეც დასავლური მსოფლიო ვეღარ წარმოუდგენია თავს. დღეს შვედეთი ექსპორტზე აგზავნის გრიპენის გამანადგურებელს, NLAW-ს, AT4-ის ანტიტანკურ იარაღებს, კარლ გუსტაფს და 2026 წლიდან კი უკვე იმ სისტემებსაც, რომლებიც ცას აკვირდებიან. უახლესი განვითარება მოხდა 2026 წლის ივლისში, როდესაც ნატო ანკარაში გამართულ სამიტზე გამოაცხადა, რომ დაიწყებდა მოლაპარაკებებს ცივი ომის დროინდელი EWACS-ის რადარული თვითმფრინავების ჩანაცვლებაზე. ალიანსის მოძველებული თვალებით საში. გამარჯვებული სისტემა გახდა Saab's Global Eye, სადაზვერო თვითმფრინავი, რომელიც ბიზნეს ჯეტზეა აგებული და რომელიც Boeing-ის E-7 Wedgetail-ს აჯობა. გარიგების ღირებულება 4.5 მილიარდ დოლარამდეა, რაც 10-მდე თვითმფრინავს მოიცავს და მას 11 წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. ნატოს ხელმძღვანელობამ არჩევანი შვედურ თვითმფრინავებზე გააკეთა, რადგან ისინი შექმნილია იმ საფრთხეებისთვის, რომლებიც ამ ეპოქას განსაზღვრავს: დრონების ჯგუფები და საკრუიზო რაკეტები. და არჩევანი ასე ჩამოაყალიბეს. ევროპა სულ უფრო მეტად ცდილობს საკუთარი ინდუსტრიული ბაზა შექმნას, ვიდრე იმ ამერიკულ მთავრობასა და მის საგარეო პოლიტიკაზე იყოს დამოკიდებული, რომელსაც ისინი ახლა უკვე არაპროგნოზირებად მიიჩნევენ. რაც ისევ დასაწყისთან გვაბრუნებს, სადაც განვიხილეთ, რომ კარლ გუსტაფი არ იყო ერთადერთი პასუხისმგებელი იმ გადამწყვეტ T-90M-ის განადგურებაზე. სულ უფრო ხშირად, მცირე სადაზვერო დრონები ასრულებენ სამიზნის პოვნას. ისინი ხეების ზოლის თავზე დაფრინავენ, რათა შეამჩნიონ გამაგრებული პოზიცია ან მანქანა, რომელსაც სახმელეთო ჯგუფი საფარის უკან ვერასდროს დაინახავდა. დრონის ეკიპაჟები შემდეგ ანიშნებენ ანტიტანკო ეკიპაჟს, რომ ერთ ზუსტად დამიზნებულ გასროლას მოახდინა. ამ შრომის განაწილებაში წყვილი თითოეული ძლიერ მხარეებს იყენებს. დრონი იაფია და უფრო მარტივად შესაძლებელია სადაზვეროდ, ხოლო გამშვები მილი უფრო ძვირია, მაგრამ მეტი დამანგრეველი ძალა აქვს. პროგრამირებადი საჰაერო აფეთქების ჭურვი, როგორიცაა AT-HE-458, ამ კომბინაციას კიდევ უფრო მომაკვდინებელს ხდის, რადგან დრონი ზუსტად ადგენს სად იმალება მტერი, ხოლო მსროლელი ჭურვს ისე აყენებს, რომ აფეთქდეს პირდაპირ მათ ზემოთ. გროშენს ხარეს არ არის. ეს არის შოკის მომგრელი გაფრთხილება, რომელიც აშშ-ომ ახლახან გადასცა რუსეთს, რადგან უკრაინის ეშმაკური გეგმები რუსი ოკუპანტების გასანადგურებლად უფრო და უფრო ნათელი ხდება, როცა 2026 წელი უფრო და უფრო წინ მიიწევს. ეს იყო ბოლო რამ, რაც პუტინს სურდა მოესმინა. მას ეგონა, რომ აშეტეშუს უკვე ხელში ყავდა. მანიპულაციით აიძულა ისეთი მშვიდობისკენ ებიძგათ, რომელიც მოსკოვს უფრო აწობდა ლიდრე კიევს. მაგრამ ეს ილუზია ახლახან დაიმსხრა. რადგან რუსეთს აფრთხილებენ, რომ ახლავე გავიდეს, სანამ უკრაინა უკვე ცუდ მდგომარეობას კიდევ უფრო არ გააუარესებს. უკრაინა შეიძლება თითქმის შეეცოდოს რუსეთი და ვლადიმირ პუტინის დაშლილი ფსიქიკა. მაგრამ არასოდეს შეეცოდება იმდენად, რომ შეწყვიტოს სტრატეგია, რომელიც რუსეთს აკოჩლებს. როდესაც აშშ-ის გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დენ ნეგრეა 22 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე წარდგა, მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც პუტინის შიგნიდან შეძრა. რუსეთის მიერ ისტორიული კიევის პეჩერსკის-ლეჩერსკის ლავრის, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა სალოცავია, დაბომბვის დაგმობის ფონზე. ნეგრეამ რუსეთს უთხრა, რომ დროა ახლა გააფორმოს შეთანხმება უკრაინასთან, სანამ დრო არ ამოიწურება და უკრაინა გამარჯვებას არ მოიპოვებს. ეს უფრო და უფრო მოსალოდნელია, რადგან 2026 წელს ინიციატივა რუსეთისგან გადადის. რუსეთმა უნდა გააფორმოს შეთანხმება. დრო მოსკოვის მხარეს არ არის, განაცხადა ნეგრეამ. და თუ პუტინი თვლის, რომ ეს მხოლოდ ერთი ამერიკელი წარმომადგენლის აზრია და დანარჩენები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, მაშინ ის სერიოზულად ცდება. ნეგრიას კომენტარები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებებს, რომელიც მან ივნისის დასაწყისში სენატში გააკეთა. ისინი ნამდვილად ვერ მიაღწევენ იმ მიზნებს, რომლებიც პირველივე დღეს დაისახეს. რუბიომ ასე თქვა რუსეთზე განცხადებაში, რომელიც ალბათ პუტინის გულში დანასავით ჩაესობა. რუბიომ დაამატა: შეიძლება მათ სამხედრო გზითაც კი ვერასდროს მიაღწიონ იმ მიზნებს, რასაც ახლა მოლაპარაკებებში ითხოვ. ეს უკვე ორი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალურია, რომლებმაც საჯაროდ გამორიცხეს რუსეთის შანსი რამდენიმე წრეში გამარჯვებას, მაგრამ ისინი ერთადერთები არ არიან. თავად ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ უკრაინა გამარჯვებულ მხარესაა. მაგრამ მალე ამ საკითხს დაუბრუნდებით. ნეგრიას კომენტარები სულაც არ იყო ფუჭი, როცა ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავდა. მან თქვა, რომ რუსეთს ახლა სჭირდება შეთანხმების მიღწევა, რადგან უკრაინის ეშმაკური სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ იმდენად კარგად მუშაობს, რომ ზოგიერთ შეიძლება პუტინისა და მისი უუნარობის მიმართაც კი შეეცოდოს. ნეგრიამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი დაასახელა: მსხვერპლი და ინოვაცია. ამჟამად ორივე ფაქტორი უკრაინის სასარგებლოდ არის და ასე იყო 2026 წლის უმეტეს ნაწილშიც. მსხვერპლის მხრივ ნეგრია აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ყოველთვე დაახლოებით 40,000 მსხვერპლს, მოკლულსა თუ დაჭრილს გამიცდი.
რაც კიდევ უფრო მძაფრდება სასოწარკვეთილი რეკრუტირების ტაქტიკებით, რომლებიც რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას ანძიმებს. მართლაც რუსეთი იმ ეტაპს მიაღწია, რომ რეკორდული ბონუსები შესთავაზა, დაახლოებით $80,000-მდე, ხოლო ხელმოწერისთვის, როგორც CNN-მა 14 ივნისს გაავრცელა. Moscow Times-მა კი რამდენიმე კვირით ადრე დაამატა, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც ნებისმიერ რუსს, ვინც მოხალისედ ჩაეწერება მის არმიაში, $140,000-მდე ვალს პატიობს. ეს სასოწარკვეთილი ქმედებებია, რადგან რუსეთი უკრაინის სტრატეგიით გამოწვეულ რეკრუტირების კრიტერიების კრიზისს ებრძვის. მაგრამ რუსეთს მათი განხორციელება სჭირდება, სხვა არჩევანი არ აქვს. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, 24 ივნისის მდგომარეობით რუსეთს ოდოდნავ მეტი ვიდრე 1,395,000 ჯარისკაცი ყავს დაკარგული. კიდევ მაისში BBC-მ გამოავლინა, რომ ბრძოლებში თითქმის 500,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. GCHQ-ის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის წამყვანი სადაზვერვო სააგენტოა. The United 24 მედიის მიხედვით, რუსეთის ყოველდღიური დანაკარგები ჯარისკაცებში თითქმის ერთი თვის განმავლობაში პირველად 2025 წლის მარტის შემდეგ 1000 ბევრად აღემატებოდა. 1 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში რუსეთის დანაკარგები ყოველდღიურად 1130-დან 1550-მდე მერყეობდა. ამ 22 დღიდან მხოლოდ 3 დღეს დანაკარგები 1100-ის ფარგლებში იყო და დანარჩენ დღეებში გაცილებით მაღალი იყო. ასე გაგრძელება რუსეთს არ შეუძლია და სწორედ ეს არის უკრაინის გენიალური სტრატეგიის მთავარი აზრი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულ კონტრშეტევებს ახორციელებს, კარგად იცის, რომ რუსეთთან გამოფიტვის ომშია ჩართული. მისი გამარჯვების საუკეთესო შანსი ისაა, რომ რუსეთს იმდენი დანაკარგი მიაკენოს, რომ ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ეს უკვე ნათლად თქვა და მასაც კი აქვს ის ჯადოსნური რიცხვი, რომელსაც რუსეთი არასდროს ისურვებდა მიაღწიოს. თვეში 50,000 დანაკარგი. ფედოროვის თქმით, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთის შეჭრა შეუძლებელი გახდეს და პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თუ დავუშვებ, რომ მისთვის მოლაპარაკებების ბის მაგიდა ჯერ კიდევ დარჩა, ბოლოს და ბოლოს აშშ-ო ამბობს, რომ დრო იწურება. რა თქმა უნდა, მიზნის დასახვა და მის მიღწევა შორის დიდი განსხვავებაა. მაგრამ სწორედ აქ იკვეთება უკრაინის სტრატეგიის ბრწყინვალება. ნეგრია აღნიშნავს, რომ ინოვაციები ფრონტის ხაზზე და მის მიღმა სწორედ ისაა, რაც უკრაინას გამარჯვებამდე მიხავს და რუსეთი უბრალოდ ვერ ეწევა იმას, რასაც უკრაინა აკეთებს, თავისი დრონები უფრო მომაკვდინებელი გახადოს. ნეგრია ერთადერთი არ არის, ვინც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აღფრთოვანებით უყურებს. 23 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის კავშირის თავდაცვისა და კოსმოსის კომისარმა ანდრეას კუბილიუსმა მსგავსი განცხადებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის ტაქტიკური ლიდერობა შეაქო, კუბილიუსმა განაცხადა, რომ უკრაინის შიდა წარმოების ბაზის მოქნილობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც პუტინი და მისი ხელქვეითები ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უკრაინაში. კუბილიუსის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სამხედრო წარმოება 50 ჯერ გაიზარდა. ამ მოცულობას თან ახლავს ისიც, რომ უკრაინამ შეიძინა უნარი შეექმნა იდეალური იარაღი, რომელიც ერთდროულად პასუხობს რუსეთის ქმედებებს და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებს პუტინის ჯარს. კუბილიუსმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლა დაასრულა მოწოდებით. შეიქმნა ჩარჩო, რომელიც უკეთესად დაინტეგრირებს უკრაინას კოლექტიურ ევროპულ თავდაცვის ბაზარში. და ის მართალია, რომ ასეთ მოწოდებას აკეთებს. უკრაინის ინოვაციები ბრძოლის ველზე თითქმის იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ დათვლა ძნელია. ფრონტზე უკრაინამ შეიმუშავა FPV და საშუალო დარტყმის დრონების მომოკვდინებელი კომბინაცია, რაც საშუალებას აძლევს მას დაარტყას რუსულ სამიზნეებს ფრონტის ხაზიდან, რამდენიმე ასეული კილომეტრის სიღრმეში. განსაკუთრებით საშუალო სიშორის დარტყმები დიდ ზიანს აყენებს რუსეთს. უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა აძლევს დრონების ეკიპაჟებს მოტივაციას, გაანადგურონ მომარაგების მარშრუტები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც თავის მხრივ უკრაინას აძლევს საშუალებას ყირიმი იზოლაციაში მოაქციოს და შეაჩეროს მომარაგების მიწოდება ფრონტზე. ამას თუ დავუმატებთ შეტევებს, სარდლობისა და მართვის ცენტრებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა დრონების გაშვების წერტილები, და მივიღებთ სტრატეგიას, რომელიც რუსეთის ფრონტის ხაზზე შეტევებს ასუსტებს. აი, რატომ ხედავთ ამდენ მსხვერპლს? რუსეთის ძალები სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინი მათ უფრო მეტი შეტევის დაწყებას უბრძანებს. რუსეთის ზაფხულის შეტევის ფარგლებში. როგორც საგარეო ურთიერთობათა საბჭო აღნიშნავს, დრონები დიდი ხანია ფრონტის ხაზზე მსხვერპლის რაოდენობით დომინირებენ. ორივე მხარეს დაუპულთა და დაჭრილთა 85%-მდე. სწორედ მფრინავი ლითონი იწვევს. სხვაობა ახლა და უკრაინის სტრატეგიის არსი ისაა, რომ ფრონტის ხაზთან მდებარე სასიკვდილო ზონებში FPV დრონების მასებს უკრაინის ახალი შესაძლებლობა დაემატა, რომ ზუსტად დაარტყას რუსეთის უკანა ხაზებში, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთში. საბჭო აღნიშნავს უკრაინის მიერ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ხორნეტის გამოყენებას, რომლის ღირებულება მხოლოდ $10,000 და რომელიც ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიის მთავარი იარაღად იქცა. ამ ახალი თაობის დრონებმა გამოიწვია ორივე მხარის მიერ რესურსების გამოყენების სრული გადახედვა. უკრაინისთვის მეტი დრონი და დარტყმების გაზრდილი რაოდენობა უკვე შესრულებულ კარგ საქმეს ემატება.
რუსეთის გათვლა ბევრად უფრო მარტივია და სულაც არ არის ეფექტური. პრობლემის გადასაჭრელად კიდევ მეტი ცოცხალი ძალის შეხრა, როგორც ჩანს, პუტინის ერთადერთი სტრატეგია. ეს არც ისე კარგად მუშაობს, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ახალი მებრძოლების მოზიდვის სირთულეებს. და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ნაგრია ამბობს, რომ მოსკოვს დრო ეწურება მოლაპარაკების მაგიდასთან მისასვლელად. ასევე არის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 23 ივნისის ანგარიშში Financial Times-მა გამოავლინა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა და ქება უკრაინის სტრატეგიის მიმართ თეთრი სახლის უმაღლეს დონემდე ვრცელდება. გამოცემა წერს, რომ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივნისის დასაწყისში ევიან-ლებენში ვახშმის დროს დიდხანს ისაუბრეს. ტრამპმა გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნა, რომ იგი უკიდურესად აღფრთოვანებულია იმ სამხედრო შედეგებით, რომელთა მიღწევაც უკრაინამ 2026 წელს ამ დრომდე შეძლო. Pravda იუწება, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ეს აღიქვეს როგორც ნიშანი იმისა, რომ ტრამპი უფრო მეტად ამზად უკრაინას უფრო ძლიერი მხარდაჭერა გაუწიოს და ამასთან ერთად მეტი ზეწოლა მოახდინოს პუტინზე ომის დასასრულებლად. ზეწოლა სწორედ ისაა, რაც რუბიოსა და ნეგრეას განვიხილეთ. ორივე რუსეთს ეუბნება, რომ დრო იწურება და პუტინმა ახლა უნდა დატოვოს უკრაინა, სანამ მისი მთელი მმართველობა განადგურდება. ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართულმა იმ შეხვედრამ კიდევ ერთი რამ გამოიღო, რაც პუტინისთვის მიზნების მიღწევას კიდევ უფრო გაართულებს. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა საუკეთესო დროა დააჭიროთ ამ ღილაკს, რათა ჩვენი ვიდეოები უფრო ხშირად მოხვდეს თქვენს ფიდში. პუტინი სრულიად განრისხებულია ამ ყველა მოვლენით, თოვლენით. როდესაც აშშ-ში პირდაპირ მოუტოდებს პუტინს დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მიიღოს ის ფაქტი, რომ რუსეთი დასუსტებულ მდგომარეობაშია, პუტინს ტრამპის მიმართ სრულიად გაუცრუდა იმედი. რა თქმა უნდა, პუტინი ამას პირდაპირ არ იტყვის. ის ამისთვის ძალიან მშიშარაა, მაგრამ მან ეს ამბავი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავის ერთ-ერთ მრავალ რუპორს, სერგეი ლავროვს დაავალა. 23 ივნისს ლავროვმა წუხილით აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, აშშ-ში უკან იხევს ობიექტური შუამავლის როლიდან. და რომ როგორც ჩანს, აშშ-მ დაივიწყა განცხადებები, რომლებიც ტრამპმა 2025 წელს გააკეთა და რომლებიც მიუთითებდა, რომ აშშ-ში რუსეთის მხარეს იხრებოდა. ჩვენთვის ეს უფრო რუსულ ისტერიკას გავს და პუტინი აღშეჩერებულ აშშ-ის გაკრიტიკებაში თავისი ხელქვეითების მეშვეობით. აშშ-ის მედია საშუალებები უცხებიან, რომ 23 ივნისამდე სანდრეში 3 რუსი ოფიციალური პირი ჩიოდა, რომ აშშ-ში არ ასრულებს თავის დაპირებებს. ლავროვი ერთ-ერთი მათგანი იყო. ანამდე იყო კრემლის მრჩეველი იური უსაკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთი დარჩა ერთგული აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების შესრულებისადმი. მაშინ, როცა მეორე მხარე, როგორც ახლა ჩანს, სრულად ვერ ასრულებს თავის ვალდებულებებს. მას შემდეგ, რაც ლავროვმა უკმაყოფილება გამოთქვა, მისმა მოადგილემ სერგეი რიაბკოვმაც განაცხადა, რომ აშშ-მა გადაუხვია 2025 წლის ალასკის სამიტზე მიღწეულ ფუნდამენტურ შეთანხმებებს და დაამატა. ჩვენ ასევე ხედავთ, რომ ვაშინგტონის კურსი სულ უფრო უახლოვდება აშშ-ის ყველაზე ახლო ევროპელი მოკავშირეების, კერძოდ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ გატარებულ ყველაზე აგრესიულ ანტირუსულ პოლიტიკას. ლავროვმა გააგრძელა თავისი კომენტარები და აღნიშნა, რომ ნებისმიერი იმედი იმისა, რომ აშშ-ში შეიძლება იყოს სამართლიანი შუამავალი დაინგრა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი იძულებული იქნება გააგრძელოს შეჭრა. ამ კომენტარებში აშკარა თვალთმაქცობა გასაოცარია, აოცარი. აქ რუსეთი უბრალოდ კრემლის მასშტაბის ისტერიკას აწყობს იმ ფაქტის გამო, რომ პუტინი გრძნობს, ვერ არ ახერხებს აშშ-ის მანიპულირებას, რათა ის თავის მხარეს გადაიყვანოს. რუსეთის პროგრესისა და თითქოს და უკრაინაში გარდაუვალი გამარჯვების შესახებ ყველა თხოილი გამოაშკარავდა, იმ გენიალური სტრატეგიით, რომელმაც უკრაინას ომში ინიციატივის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა მისცა. აშშ-მ აღიარა ამ სტრატეგიის გავლენა და პუტინი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება. ამიტომაც მან სხვებზე საკუთარი ქცევის გადაბრალება დაიწყო. Financial Times იუწება, რომ პუტინმა 23 ივნისს სამხედრო კურსდამთავრებულებს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის საშუალო და გრძელ მანძილზე დარტყმები იყო ნამდვილი სასოწარკვეთის აქტი, რადგან უკრაინა ვერ ახერხებდა რუსეთის წინსვლის შეჭერებას ფრონტზე. ეს დრონები დარტყმები სამოქალაქო სამხედრო და ინფრასტრუქტურაზე. რისთვისაა ეს ყველაფერი? საზოგადოების დესტაბილიზაციისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებში, გარკვეული გაურკვევლობის შესაქმნელად. პუტინმა დარმოთქვა სიტყვა, რომელიც სრულიად უგულებელყოფს რუსეთის ტაქტიკას მთელი ომის განმავლობაში და მიმართა იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც მალე ფრონტის ხაზზე სიკვდილზე გაგზავნის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა. სინამდვილეში რუსეთმა 2026 წელს ბევრი ტერიტორია დაკარგა. აპრილშიც და მაისშიც უკრაინამ ტერიტორიული გამარჯვებები მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ, ომის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით. პუტინის პრობლემა ახლა ისაა, რომ ალტერნატიული რეალობა, რომლის შექმნასაც ის ცდილობს, უკვე აღარ შეესაბამება სინამდვილეს. აშშ-ში ამას კარგად ხედავს. ასევე ევროპაც, და რაც პუტინისთვის კიდევ უფრო საზიანოა, ასე ფიქრობენ ბევრიც რუსეთში. მაისის 22-ში უკრაინის ახალმა ხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოფიციალური პირები უკვე იწყებენ მომზადებას პუტინის შემდგომი სამყაროსთვის. რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც პუტინმა შექმნა, მათ შორის უკრაინაში შეჭრაც, ვეღარ გადარჩება. ბავშვებს საზღვარგარეთ გადაჰყავთ, რადგან ოფიციალური პირები შიშობენ, რომ თუ ისინი დარჩებიან, მათ სისხლის სამართლის საქმეები დაემუქრებათ. ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა შეაჯამა განწყობა რუსეთის საშუალო და მაღალი ეშელონებში და განაცხადა, ეს რთული დროებია. ეხლა ეს აშკარაა და ტყუილს აზრი აღარ აქვს.
მაგრამ მაინც პუტინი და მისი გარემოცვა იტყუებია. მაგრამ ახლა ისინი ამას სასოწარკვეთისა და ბრაზის გამო აკეთებენ. და არა იმიტომ, რომ სჯერათ თითქოს ეს ტყუილები ასეთეშოს ისევ მათ მხარეს დააბრუნებს. და პუტინი მართლაც უნდა იყოს გაბრაზებული. აშშ-ის ყველა განცხადების მიუხედავად, რომ პუტინმა ახლა უნდა დანებდეს და ტრამპის უკრაინის სამხედრო სტრატეგიის ქება დიდების მიუხედავად, არის ერთი რამ, რაც პუტინს განსაკუთრებით აღიზიანებს. პატრიოტის თამაშები. თუ ფიქრობდით, რომ ტრამპის მიერ უკრაინის სტრატეგიის ქება ზელენსკისთან შეხვედრის მთავარი სიახლე იყო, მაშინ შეცდომაში ხართ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე რუბიომ დადებითად უპასუხეს იდეას, რომ ევროპულ თავდაცვის კომპანიებს მიეცეთ ლიცენზიები პატრიოტის ჩამწრელი რაკეტების წარმოებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მ დადებითად უპასუხა ამ იდეას და დაამატა, რომ უკრაინის ევროპელ პარტნიორებს აქვთ ტექნიკური შესაძლებლობები ამის გასაკეთებლად. და რომ ახლა საჭიროა პრეზიდენტ ტრამპის პირადი თანხმობა. Bloomberg-ი უწყება, რომ პატრიოტის რაკეტების ლიცენზირების იდეა აშშ-ის გარეთ მწარმოებლებებისთვის ასევე ტრამპსაც ჰქონდა მხედველობაში. საფრანგეთში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის დროს. გამოცემა ამტკიცებს, რომ ტრამპი ახლა აქტიურად გეგმავს აშშ-ის თავდაცვის მწარმოებლებისთვის პატრიოტის რაკეტების ტექნოლოგიის ლიცენზირების თხოვნას ევროპული ქვეყნების და უკრაინისთვის, რაც უკრაინას მისცემს საშუალებას გადაჭრას პატრიოტის რაკეტების დეფიციტი. ამან რუსეთს ბოლო თვეებში გარკვეული წარმატება მოუტანა ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაში. ისინი ამას სიამოვნებით გააკეთებდნენ. ჩვენ ამას განვიხილოთ, გამოცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. 17 იმის. და როგორც ჩანს, ლიცენზიების თემა დეტალურად განიხილეს დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე. თუ შეერთებული შტატები პუტინს ეუბნებოდა, რომ დროა უკრაინიდან გავიდეს, ეს ძლიერი დარტყმა იქნებოდა. ეს გამჟღავნება კი სასიკვდილო დათმაა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ლიდერის საფეთქელზე მიარენეს. რუსეთის სააერო კომპანია ერთადერთია, რაც მას კიდევ დარჩა. მიწაზე მარცხი და ყირიმის დაცვის უუნარობა დიდად არ ეხმარება რუსეთს ომის მოგებაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინას პატრიოტის ჩამწრელი რაკეტები უმცირდება, რუსეთის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები უფრო ხშირად აღწევენ მიზანს. ეს ნათლად დავინახეთ მაისი. იმ თვეში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8351 საჰაერო იარაღი გაუშვა, ითხოვინება პრავდა. ეს რეკორდი იყო და უკრაინის საჰაერო თავდაცვას გაუჭირდა რაკეტებთან გამკლავება. 8351 იარაღიდან 8150 იყო დარტყმითი დრონი, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინამ შთამბეჭდავი 91.73%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი აჩვენა. თუმცა ეს პროცენტი მნიშვნელოვნად იკლებს, როდესაც საუბარია იმ 217 ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც რუსეთმა გაუშვა, რადგან უკრაინამ მხოლოდ მათი 53%-ის შეჩერება შეძლო. პატრიოტის რაკეტების სტაბილურ მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის მიერ რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელს. აი რატო არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის და დამანგრეველი პუტინისთვის, რომ ტრამპი ლიცენზირების შეთანხმებებისთვის მზადაა. აშშ-ში უნდა ყოფილიყო მის მხარეს. სულ ცოტა ხნის წინამდე, როგორც ჩანს, მთელი ზეწოლა უკრაინაზე ხორციელდებოდა, რომ შეთანხმებაზე წასულიყო. მაგრამ ახლა აშშ-ში პუტინს ეუბნება, რომ მისი დრო იწურება და ემზადება იმისთვის, რომ დაუშვას იარაღის უცხოეთში წარმოება, რაც გაანადგურებს რუსეთის სტრატეგიას უკრაინაში, შიშის დათესვისა და მორალის დასუსტების მიზნით. თუ რუსეთის რაკეტებს აჩერებენ, მაშინ რუსეთს რა რჩება? ის ნამდვილად ვერ აღწევს პროგრესს ადგილზე და მისი ჯარისკაცები უკრაინის ბრწყინვალე დრონების სტრატეგიამ გაანადგურა. ამ ყველაფერს ერთი კარგი პატარა დასასრული აქვს. როდესაც ვლადიმერ პუტინს ორივე მხარეს, ოკეანის აქეთ და იქით ეუბნებიან, რომ დროა უარი თქვას უკრაინაში შეჭრის მიზანზე. თითქმის 4 ნახევარი წლის წარუმატებლობის შემდეგ, უკრაინის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩმა ანდრიი მელნიკმა გააჟღერა იგივე მოწოდებები და ვლადიმერ პუტინს გაუმხილა, როგორი იქნება მისი მემკვიდრეობა, როცა ეს ყველაფერი დასრულდება. ვლადიმერ პუტინი დარჩება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ ფიგურად. განსაკუთრებით კიევის პოჩაევსკის ლავრაზე თავდასხმის შემდეგ და მისი მემკვიდრეობა იქნება მხოლოდ ომის დამნაშავის, რომელმაც ვერაფერში მიაღწია წარმატებას, რასაც კი ცდილობდა. ამიტომ მიმართავ რუს წარმომადგენელს. ერთი რჩევა შემიძლია მოგცეთ. თქვენ ვერასდროს შეინარჩუნებთ ოკუპირებულ მიწებს. არასდროს. ასე რომ დატოვეთ უკრაინა, რაც შეიძლება სწრაფად, სანამ ძალიან გვიან არ არის. მელნიკმა დაიღრიალა თავისი გამოსვლის დროს და თუ ეს გაფრთხილება არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ რუსეთმა მართლა უნდა დაიწყოს ყურადღების მიქცევა იმაზე, რაც ხდება. ომის ბუმერანგი, რომელიც ბატონმა პუტინმა გაუშვა, დაბრუნდა რუსეთის ტერიტორიაზე და პირველად რუსები გრძნობენ ამ ომის ბნელ სუნთქვას. თქვა მელნიკმა, სანამ დაასრულებდა სიტყვებით, რომლებიც გაეროს დარბაზებში გაისმა და ეს მხოლოდ დასაწყისია. რთულია ამ საკითხზე კამათი. როდესაც აშშ-ში, ევროპა და თვითონ რუსეთის ოფიციალური პირებიც კი ხედავენ, რაც ხდება, პუტინს არჩევანი ეწურება. ერთადერთი გონიურული არჩევანი ისაა, რომ გააკეთოს ის, რასაც ყველა უხჩევს და გავიდეს უკრაინიდან. გააკეთებს ამას პუტინი? ალბათ არა. მაგრამ თუ ის ომის განმავლობაში ისეთივე ჯიუტად უგულებელყოფს რეალობას, როგორც აქამდე, ხოლო თავის ქვეყანას მიიყვანს უკრაინული სტრატეგიის წინაშე დამარცხებამდე. სტრატეგიის, რომელმაც უკვე შეცვალა ინიციატივა და რომელსაც მთელი დასავლეთი აკებს და მალე რუსეთს ომის დაგებამდე მიიყვანს.
ომი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო. ვლადიმირ პუტინს უკვე შეუძლია დაინახოს, რას აკეთებს უკრაინის სტრატეგია ყირიმში, რომელიც რუსეთის ოკუპაციის გვირგვინია. ყოველ შემთხვევაში ის ამას უნდა ხედავდეს. ვლადიმირ პუტინის თავი შეიძლება იმდენად ღრმად იყოს ქვიშაში ჩაფლული, ან იქნებ სხვაგანაც, რომ მან არ იცის, რა ხდება სინამდვილეში. მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ყირიმი იკარგება და ახლა 1,5 მილიონი რუსი ნანობს, რომ ნახევარკუნძულზე იმყოფება. გაიგეთ რატო. უყურეთ ჩვენს ვიდეოს და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, ვაანალიზებთ უკრაინის ომში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ბოლო მოვლენებს. მადლობა ყურებისთვის.